დღე მშვიდობის. მოგესალმებით. როგორი განწყობა გაქვთ კოლეგებო? ანუ ცოტა გავცირდი. შეწუნებდი კაცები. შენ ცოტა გაცირდი ხო? ცოტა მეც. სადღაც ერთი და იგივე ტერიტორიაზე ვიყავით ეთქომე და. მაგრამ ჩვენ შორის მანძილი არის და ასე რომ უსაფრთხოდ. ანუ ჩვენ კოვიდ უსაფრთხო სივრცე გვაქვს დაცული. კარგი, მაშინ სტუმრების დავსვათ 2 მეტრში ჩვენგან. კარგი. მოკლედ, რა გველოდება მომდევნო საათნახევრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ახლავე შეიტყობთ და ჩვენ დაგიბრუნდებით რამდენიმე წამში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. თებერვალი ეპილეფსიისადმი ცნობიერების ამაღლების თვეა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ელექტროფიზიოლოგი და ნევროლოგი ნათია ხარატი. მშობლები, ბავშვები და პირადი სივრცე. გადაცემაში სტუმრად ინკლუზიური განვითარების სპეციალისტი თინეთი ნგობაძე. ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის. კარიერა და ოჯახი. თემაზე ისაუბრებს კონტენტ კრეატორი და PR მენეჯერი ელა მშვიდობაძე. და ბოლოს, ესეების კონკურსი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის. გადაცემის სტუმრები არიან ცოდნის სივრცის დამფუძნებელი მარინა აბაშიძე და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი თენგო დოლიძე. დავბრუნდით, ესე იგი, პირდაპირ ეთერში მე მგონი ძალიან საინტერესო თემები გვექნება დღეს და ჩვენი მაყურებელი ბევრ საინტერესო და ახალ ამბავს გაიგებს. კი ბატონო, თუ იცით, აბა რამდენი ცნობილი ადამიანი დაუშვათ წერალი იქნებოდა ხელოვანი თუ ფიზიკოსი დაუშვათ თან ატარებდა რაღაც ქრონიკულ დაავადებას, რომელიც მას ერთი მხრივ ხელს უშლიდა ცხოვრებაში, მაგრამ მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, საზოგადოებას არ დააკლდა მათი ნაწარმოები. ან ნაზი. ой, ახლა ასე უცბად არ მახსენდება, თუმცა ბევრი ცნობილი ადამიანი. კი ბატონო, ძალიან ბევრი, განსხვავებით დაუშვათ ჩვენი ქვეყნისგან, რომელშიც რამდენიმე ათეული წლის წინაც კი ელემენტარულად შემოპირებზე სხვადასხვა თუნდაც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს სახლში მალავდნენ და გარეთ არ უშვებდნენ და კაცში არ იცოდა ამების შესახებ და ეხლა ასე ვთქვათ მოვედით აზრზე რიგ ქვეყნებში ეგ პრობლემა კარგი ხანია გადალახული იყო რა თქმა უნდა ყველაფერში მედიცინა მიიღო უდიდესი ასე ვთქვათ მონაწილეობა და შეიტანა წვლილი რომ ადამიანებს არ ქონოდათ განცდა რომ მათ რაღაც აკლდათ ასე ვთქვათ ჯანმრთელობის მხრივ და საბოლოოდ ისე მოხდა რომ თუ დღეს მაგალითად ადამიანს რაღაც უნარი და ნიჭი აქვს და ნუ პარალელურად რაღაც დაავადება აწუხებს რაც ყოველი ჩვენგანისთვის ასე ვთქვათ ტყუილ და დავიწყეთ თავიდან ლაპარაკი ავთხოვაზე ყოველ ჩვენგანს რაღაც ქრონიკული აქვს და ნუ ლეთალურია რა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ცოცხლები ვართ ნუ ეს დაუშვათ მედიცინის დახმარებით არ შეგვიშლეს ხელს იმაში რომ ვიარსებოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე რომელიც გვიყვარს და რომელიც დაუშვათ რაღაც შემთხვევაში საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შევეჩვიოთ უნდა. კი, უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ყოველთვის რაღაც შეიძლება გვჭირდეს, მაგრამ ეს არ უნდა გვიშლიდეს ჩვენ ხელს და მით უმეტეს საზოგადოების სხვა წევრებსაც არ უნდა უშლიდეს ხელს, იმიტომ რომ უკაცრავად ყველაფერი სხვის საქმე ვერ იქნება და უბრალოდ საზოგადოებამ უნდა ასე ვთქვათ ხარი. გაუწოდოთ ხელი, ხარი ამოვდგათ და უნდა ისე ვიმოქმედოთ თითქოს და ყველაფერი რიგზეა და თუ არა რიგზეა ამისთვის მაშინ უნდა ვიზრუნოთ და ყველა კარგად ვიყოთ. დღეს არის ეპილეფსიისადმი ცნობიერების ამაღლების დღე. ეს დაავადება შეიძლება დღეს ისე კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ როგორც მანამდე ვახსენე, მედიცინა იმდენად არ განვითარებული რომ რაღაც პრეპარატების საშუალებით კუპირება ხდება დაუშვათ სიმპტომების. თუმცა ისევ გავიმეორებ სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც პრეპარატები მაგალითად არ იყო კარგად შექმნილი უბრალოდ იმ თაობის პრეპარატები დიდად არ გამოირჩეოდა ვარგისიანობით და მანამდე კიდევ უფრო მანამდე საერთოდ არ იყო პრეპარატები, ადამიანები იტანჯებოდნენ ამით და ძალიან სერიოზული პრობლემები ახლდა თან ამ დაავადებას და აი მაგალითად დოსტოევსკი, რომელიც მთელ მსოფლიოს აღიარებული ყავს როგორც ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, ამ დაავადებით იტანჯებოდა და წარმოიდგინეთ იმ გენიალური ნაწარმოებების შორის რა ემართებოდა ადამიანს, კაცმა არ იცის, ანუ რა ტანჯვას გადიოდა უბრალოდ იმიტომ რომ იმ დროს მეცნიერება არ იყო ასე კარგად ჩამოყალიბებული. დღეს რა ვითარებაა ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარი უკეთესად მოგვიყვება. გალტონი ნათია ხარატია, ჩვენი სტუმარი, ნევროლოგი და ასევე ელექტროფიზიოლოგი. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგზაურობთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიდი მადლობა. ყოველთვის რომ აქტიურად ხარ ჩართული და აშუქებთ ყველა პრობლემას, მათ შორის სამედიცინო კუთხით მართულ პრობლემებს.
რას ნიშნავს კონკრეტულად ეპილეფსიისადმი ცნობიერების ამაღლების დღე? რა უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების დანარჩენმა წევრებმა, ვისაც კონკრეტულად ეს დაავადება არ გვაწუხებს და ზოგადად რა უნდა გავაკეთოთ და რა მიღწევებია მაგალითად მედიცინაში ამ დაავადებასთან დაკავშირებით? კონკრეტულად ეპილეფსიის მიღწევებამდე მე როგორც ექიმი, როგორც ბათუმელი და როგორც ქალი მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლებელს და ყველა იმ რეჟიმის ტყვეს და იმედია ჯანმრთელობის პრობლემები მათი არ დამძიმდება და არ დავდგებით სავალალო და შეუქცევადი ცვლილებების წინაშე მათი ორგანიზმის, იმიტომ რომ ვიცით შიმშილი პირველ რიგში თავის ტვინს აზიანებს. რა თქმა უნდა გეთანხმებით. და ძალიან ბევრი რამე შეიძლება გამოიწვიოს. კი ბატონო და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენც, რა თქმა უნდა. ძალიან სასიამოვნო. რაც შეეხება ეპილეფსიას, ეს მთელი თებერვალი გამოცხადებულია ეპილეფსიის ცნობადობის გაზრდის თვედ და განსაკუთრებით მეორე ორშაბათს აღნიშნავენ ხოლმე. თამირაკა თამნამორშაბათს და სამწუხაროდ აქეთ არ ვიყავი. აღნიშნავთ დღეს უკვე 10 წელია მსოფლიო აღნიშნავს და ეს არის ყოველთვის აი რასაც ამბობდით ცნობადობის გასაზრდელად და იმ სტიგმის მოხსნის მიზნით. ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგა არის ეპილეფსიის წინააღმდეგ ესე ქვია საერთაშორისო ლიგა არის ჯანმოზე და ყველა სამედიცინო ასოციაციაზე მოხუცი ჯერ კიდევ 1901 წლიდან არის მსოფლიოში, როდესაც გაერთიანდნენ ნევროლოგები და დაიწყეს ამ დაავადებაზე ხმამაღალი საუბარი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი იყო სტიგმა სამწუხაროდ. სამწუხაროდ სტიგმა რჩება, თუმცა ეს გლობალური კამპანია, რომელიც არის 2000-იანი წლის დასაწყისამდე 1998-ში დაიწყო გამოვიყვანოთ ეპილეფსია ჩრდილიდან, მიმართული იყო იმაზე, რომ როგორმე ხალხისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებიათ და გაეგოთ, რომ ეს დაავადება დღესდღეობით 80% არის განკურნებადი და მართვადი. რჩება 20% და ამ 20%-შიც მკურნალობენ, ოღონდ შედარებით ნაკლებად და სულ რაღაცა 5%-ია იმ ადამიანების, ვისი მკურნალობაც რთულდება, თუმცა დღესდღეობით ძალიან კარგადაა განვითარებული ევროპის ქვეყნებში, ამერიკაშიც და ასევე თურქეთშიც აკეთებენ ჩვენთან ეპილეფსიის ქირურგია, ანუ ოპერაციული გზით მკურნალობა. მალე საქართველოშიც გერმანელი სპეციალისტები ჩამოდიან და ამზადებენ ჩვენ ნეიროქირურგებს, წელიწადში 2 ჯერ აკეთებენ რამდენიმე ოპერაციას და მალე ეს პრობლემა საქართველოშიც მოგვარებადი იქნება. ანუ აი ეს ერთი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებით აბსოლუტურად სიმპტომატიკა რჩება თუ თვითონ დაავადების განკურნება? დაავადების განკურნება ისე რომ პრეპარატსაც წყვეტენ, პრეპარატის მიღებასაც. როგორ ჩამორჩი მოვლენებს? რას აკეთებენ? შეიძლება ორი წელიწადი თუ გავიგებთ შეუძლებელი. კი, ეს არის კონკრეტული ტიპი ეპილეფსიისთვის, ანუ ეპილეფსიის ყველა ტიპზე არა, არის საფეთქლის ეპილეფსია, ეგრეთ წოდებული ჰიპოკამპუსის სკლეროზი. შენ გემახსოვრება ჰიპოკამპუსი თავის ტვინის ქერქში არის ესეთი ზღვისხენის და ამიტომ არის ზღვისხენი ეპილეფსიის სიმბოლო. სხვათა შორის, ყველაზე მეტი ეს ჰიპოკამპუსის სკლეროზით გამოწვეული ეპილეფსიაა და ხდება აი ამ მცირე ნაწილის ამოღება. იმიტომ რომ დღეს გვაქვს ფუნქციური MRI, დღეს გვაქვს ელექტროენცეფალოგრაფია, რომელიც შეგვიძლია ელექტროდებზე თავის ტვინზე დავადოთ და ძალიან მცირე ზომის თავის ტვინის ქერქის ამოღება ხდება ანუ მოსახერხებელი ამ პროცედურების შესაბამისად და სხვა ფუნქციებში ხელს არ უშლის. კი, სხვა ფუნქციებში ხელს არ უშლის და რა თქმა უნდა ამას დიდი ხანგრძლივი კონსილიუმი ჭირდება, დიდი გუნდი მუშაობს მულტიპროფილური ექიმების, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ამის შესახებ და აი ეს პრობლემაც ძალიან მნიშვნელოვანია რა მიზეზები და რისკ ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეპილეფსიით დაავადებულია ყველგან მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1%-მდე ადამიანი. ანუ არ არის რაღაცა ქვეყნები, სადაც მაღალია, რაღაცა ქვეყნები, სადაც დაბალია. თუმცა არის იმ ქვეყნებში, სადაც კარგად არ არის განვითარებული ეკონომიკა და ზოგადად განვითარებადია, ამ ხალხს პრობლემა ექნება დაავადების გამო. იმიტომ რომ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია. და ალბათ არასათანადო კვებას დიდ ნაწილს ხვდება. ხო, კვება განსაკუთრებით ნაკლებად, მაგრამ ბევრი რაღაცა ხელს უწყობს ზოგადად დეფიციტები, ხა თავის ტვინის ანუ ატროფიულ პროცესებს, რა თქმა უნდა. ხო და რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს გენეტიკური, შეიძლება იყოს ტრაუმული და სამწუხაროდ ბევრი გვაქვს ისეთი ეპილეფსია, როდესაც არ ვიცით კონკრეტული მიზეზი, იდიოპათიურს ვეძახით, ამას ჩვენ, როდესაც კონკრეტული გამოწვეული მიზეზი ესე რომ თქვა არ იცი რა არის. რა თქმა უნდა, ტრაუმის შემდეგ, ინსულტების შემდეგ, ასაკიან ადამიანებში აი ესეთი დეგენერაციული დაავადებები, რომელიც როგორც არის, მაგალითად, დემენციების სხვა ტიპის, პლუს შეიძლება გულყრები ახლდეს.
ესე განლევა ხდება, დავუშვათ ფერქის ატროფია რო იწყება, ამიტომ ხდება ხოლმე ისა და რაც შეეხება მკურნალობას, როგორც გითხარით, დღესდღეობით ძალიან ბევრი წამალია 40 წამალზე მეტია ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში. ეს დღე აღინიშნება, იმიტომ რომ სტიგმა მოიხსნას და ინფორმაცია გავრცელდეს, რომ არის საშუალება ამის მკურნალობის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ კი მოგვაქვს თავი, მაგრამ საქართველოში სულ 6-ოდე პრეპარატია რეგისტრირებული. სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრეპარატი არ არის რეგისტრირებული და ის რაც რეგისტრირებულია, იქიდანაც ბევრზე ხელმისაწვდომობა ქრება. წამალი შეიძლება გაქრეს. იმიტომ რომ ალბათ ჯერჯერობით ყველა იმიტომ რომ წამალზე არ არის რეგისტრირებული, იმიტომ რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმიტომ რომ რა ვიცი, ბიზნესი ამაში ერევა და სამწუხაროდ პრეპარატებია თუ არ არის ძვირი, მარტო ძვირზე არ არის. ჯერთი ისეთ პრეპარატებია, მე დამშვიდე შემომაქვს და არ მინდა კონკურენტი შემოვიდეს. კი და არის ესეთი შემთხვევები, რამდენიმე პაციენტი ისეთი მყავს, რომელსაც ჭირდებათ ევროპიდან პრეპარატის ჩამოტანა და უჯდებათ ძალიან ძვირი, ანუ აქედან ინგლისური ფორმაცი უნდა გააგზავნონ, ან მოლაპარაკებები აქვს ფარმაკომპანიებთან და ესე 6 თვის რაოდენობას ერთად ჩამოაგვდ და აი კონკრეტული პრეპარატი, რომელიც აი იმის გარდა ესეთ სიმპტომურ ეპილეფსიას არ შველის სამწუხაროდ ეგ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და სოფლიოს პრობლემა ზოგადად უჩივიან რომ კვლევების დაფინანსება ეპილეფსიის გაცილებით ნაკლებია სხვა ნევროლოგიურ დაავადებათა შედარებით და ესეც ეს დღეც ამას ხელს უწყობს. კი ბატონო, სულ რაღაც 10-15 წლის წინ მე მახსოვს მაგალითად გერმანიის მაგალითი იყო მოყოლილი, როდესაც დაზღვევა მაგალითად ხანგრძლივ ფსიქოთერაპიას არ ანაზღაურებდა, იმიტომ რომ თვლიდნენ რომ ეხლა ნუ შენ თუ მოგინდება იქ თქვენ შეიძლება იარო და თქვენ ასე ვთქვათ, ჩვენგან ფურო ფული მიგაგდა. ნუ სინამდვილეში ახლა ხშირ შემთხვევაში უმეტესწილად უბრალოდ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ არსებობს მეთოდები ასე ვთქვათ, ხანმოკლე და გრძელი, ქცევით იქნება თუ რაღაც არ ვიცი, ანალიტიკა თუ გეშტალდი, მაგრამ მე სადღაც აი მაგ პერიოდში საბოლოოდ დაზღვევა, ნუ იძულებული იყო თუ თვითონ კეთილი ნება არ ვიცი, მაგრამ გადაწყვიტეს და საბოლოოდ შეიყვანეს რაღაც რაოდენობის თვეებით, სესიებით, დაზღვევებაც კი აღიარა, რომ ეს საჭიროა. და ჩვენთან მაგალითად დაფინანსების ამბავი საერთოდ არ ნაზღაურდება თუ არა ჩვენთან ის პრეპარატები რაც გვაქვს თუ რამდენიმე პრეპარატი 6 პრეპარატია რომელიც ძირითადად რომელსაც ხმარობთ რა არის ზოგი რეგისტრირებული მაგრამ ფარმაკომპანიები წყვეტენ მაგალითად ყველაზე პოპულარული პრეპარატია კარბამაზეპინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძველი და ხო საკმაოდ ძლიერი და მოქმედი პრეპარატია ოღონ შემოდის ხოლმე ესეთი ქვეყნების წარმოებული რომელთა ხარისხი შედარებით დაბალია და არის განსხვავება მაგალითად რეაქციასთან დაკავშირებით შეიძლება ერთ პაციენტს ერთი უფრო მოუხდეს და მეორე პაციენტს მეორე. კი, როგორ არა, არის, ანუ არის რაღაც ხარისხთან დაკავშირებით, არის რომელი არ მინდა ახლა გაუსვას სახელებს, აი, ფარმაკომპანიების სახელებს, მაგრამ არის ესეთ პრეპარატები, რომელიც პირიქით უკვე რეაქციას იწვევენ და შეიძლება ბევრი რაღაცა პრობლემაც მოყვეს და ვცდილობთ, რომ პაციენტს უთხრათ, რომ მე კი უწერ ყოველთვის გენერიკ სახელს, მაგრამ ვცდილობ, რომ აი, ის არის კიდო, რომ რამე პრობლემური კონსტიტუციონალს ვთქვათ, რომ რაც უფრო ძველი თაობის პრეპარატია, მით უფრო ფართო მოქმედების ისა სპექტრი და დღესდღეობით ფსიქიატრიაშიც მაგალითად და ნევროლოგიაშიც და ზოგადად პრინციპში მთელს მედიცინაშიც პრეპარატები დაწვრილმან და ასე ვთქვათ და თუ ახლა შენ კონკრეტული ერთი რაღაცა გაწუხებს, 5 რაღაცაზე მოქმედ პრეპარატს აღარ გინიშნავენ იმ ძველს რა, მთლიანად. აი კონკრეტული ეფექტები თან თავისუფალია და არის კონკრეტულად მაგალითად სიმპტომები, მაგალითად ეტოსუქსიმიდი, ესეთი ზედმეტად არ დაგელით, მაგრამ არის ერთი პრეპარატი, რომელიც აი კონკრეტულად აი რაღაცა გენერალიზებული მიოკლონიური ეპილეფსია არის. ეპილეფსიაც ბევრია ძალიან. აი საინტერესოა ასევე გონია მარტო ეს ქუჩაში წაქცევა და კრუნჩხვა არის. აი ხო და ახდეს თუ არა პროვოცირება სხვა დაავადებებზე ესეც არის საინტერესო. ხო, ეპილეფსიის პრობლემა მსოფლიოში ხარ რაც განხილება რატოა ეს დღე და თებერვალი ეს არის პაციენტების ორგანიზაციით და პაციენტების ხმამაღლა უნდა ისაუბრონ იმაზე რომ სტიგმა მოხსნან. ანუ გავლენას რა შეახდენს? რა თქმა უნდა ამ ადამიანს სჭირდება ქრონიკული მკურნალობა, ხანგრძლივი, შეიძლება 3-5 წელი დაჭირდეს მკურნალობას, მაგრამ ერთი პრეპარატით შეიძლება 80% შემთხვევაში მოვგვარდეთ და ანუ ბევრი გვერდითი პრობლემაც არ გქონდეს. არ უშლის ხელს გათხოვებას, ანუ ქორწინებაზეა ყველაზე დიდი პრობლემა და მანქანის ტარებაზე. ხო და არ კონცენტრაციას არც გათხოვებას, არც შვილის გაჩენას. ანუ იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი ჯერ თანამედროვე პრეპარატებს რეგულარულად ღებულობს, არ აქვს უეცარი გულყრის, ესე ვთქვათ, შანსი. ანუ გულყრას უფრო მეტი, ანუ ბევრი არის, რომ აი დაორსულდა და ეშინია და პრეპარატს სასწრაფოდ წყვეტს და ეს უფრო უარესია, იმიტომ რომ შეიძლება გულყრა ისეთ მდგომარეობაში განუვითარდეს, რომ უეცრად წაიქცეს, დაზიანდეს და უფრო მეტი პრობლემა მოუტანოს საკუთარ თავს. ამიტომ პრეპარატს არ აქვს ამდენი. გაბატონო ნადია, ამ შემთხვევაში აი ცოტა მედიცინისკენ გადავუხევ ისევ,
ბევრ დაუშვათ დაავადებას, ასე ვთქვათ, ჭყალის პრობლემა შეექმნა ბოლო 10 წლების განმავლობაში, იმიტომ რომ როდესაც კი დიაგნოსტიკა იმდენად მარტივია და ადვილი, რომ დასაწყისშივე ხდება. კი. დაავადების პირდაპირ ადამიანები პრეპარატებს ღებულობენ და კარგად არიან, მაგრამ ზოგადად სამედიცინო სურათი წაშლილია, ასე ვთქვათ, იმ კლასიკური რაღაც სიმპტომები, რაც ადრე იცოდით, იმიტომ რომ სანამ ცუდად არ გახდებოდა ბოლომდე ადამიანი მანამდე არავინ არ შვილიდა და დღეს არა. ხო, ყველა დაავადებას საფუძველში მკურნალობენ ლამის და როგორ ეს წაშლილ სურათს როგორ ასხვავებს მე? არა, წაშლილი სურათი რას ნიშნავს? ახლა თუ მკურნალობა დაიწყო და მიდის ელექტროენცეფალოგრაფია არის ოქროს სტანდარტი მკურნალობის დაწყებისთვის რა, ანუ გულყრა უნდა არსებობდეს ერთი მხრივ, ან ცნობიერების შეცვლა, როგორც გითხარით მარტო ძირს არის, შეიძლება ადამიანს თვალები გაუშტერდეს წამიერად და ესეც გულყრა. ხო, ეგეც ხო შეიძლება. აბსანს ეპილეფსია, ნუ აი ესეთ გენერალიზებული ერთ-ერთი არის. არის ისეთი, როდესაც უცნაურობებს აკეთებს და არ ახსოვს და ხვდები, მაგალითად ჩემი ერთ პაციენტი მიყვებოდა, რომ შევიდა მაღაზიაში გასახთელში და ახსოვს როგორ გაიხადა და რა უნდა ჩაეცვა, გამზადებული ქონდა რაღაცა გამოეცვალა და როცა გამოფხიზდა იყო მაღაზიიდან შორს რამდენიმე ქუჩის გავლით და ესა ხო და მე პირველიო ჩანთა გავხსენიო შემეშინ მე კი მივხვდიო რომ გულყრა მქონდა მაგრამ ჩანთა გავხსენი შემეშინ და იქიდან რა მოხوار წამოვიღე და რა მოხوار დავაშავეო და არაფერი არ მქონდაო თავის ტანსაცმელიც არ ეცვა მარტო კურტკა ეცვა და დაბრუნდა იქ ვიკითხეო როგორ მოვიქეციო ისინი საერთოდ ვერ მიხვდენო ანუ იმდენად რაღაცა ანუ ითიშება ამ დროს გონება თავის ხო ანუ ამას თქვია რთული პარციალური გულყრა ანუ კი არა იქცევა მაგრამ გონება ითიშება და ეს სახეზე ადვილად ვერ შეამჩნევ თუმცა შეამჩნევ რომ დაუშვათ თუ გელაპარაკება ადამიანი შეიძლება რაღაცა უცნაურობა გააკეთოს ესეც არის ფოკალური ანუ იმ შეიძლება აგრესია ხდება ხოლმე და ზოგს გონია რომ მერჩის რაღაცას და შეიძლება და მე როცებ გაულის და ბოდიშებს იხდეს რომ მე კი არ მინდოდა მაგრამ აი რაღაცა მჭირდა ვერ ხდებიან ცნობიერების ამაღლებაც ამ ხრივა ხო ხა ადამიანს ჩვეულებრივად ელაპარაკები იცნობ ასე თუ ისე უცებ ხდება შენს მიმართ აგრესიული და იმის მაგერად რომ შენ ჩაერთო ამ ჯგუფში შეიძლება უბრალოდ დარწმუნდე იმაში რომ იქნება ეპილეფსია აქვს და შველა ჭირდება და არა გალახვა. მოკლედ ხო მე მაინტერესებს ასეთი რომ ძალიან ხშირად მსმენია და ასევე დამინახავს რომ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანს რომელსაც შეტევა აქვს და გულყრა მაგალითად ქუჩაში ხო რატომღაც ამბობენ რომ შავი ნაჭერი უნდა გადააფარონ და ნუ თუ იმ დროს იქვე არ არის ეს შავი ნაჭერი ნუ მიდის ყვირილი მოიტანეთ შავი ნაჭერი და ასე შემდეგ ეს მითია თუ რეალობაა რა შეეხმარება და თან ასევე მაინტერესებს რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ მაგალითად თუ ირგვლივ ყავს ადამიანი რომელსაც აქვს ეპილეფსია როგორ უნდა დავეხმაროთ იმ წუთას სანამ სასწრაფოს გამოვიძახებთ და უკვე მიხედავენ ძალიან კარგი შეკითხვა დიდი მადლობა ამისთვის შავი ნაჭერი პირის ძალით გაღება ხელის გაჭრა რაღაცეები თითების ისა ეს არაფერი არ შეიძლება ყველაფერი არის რაღაცა შემორჩენილი ეს არის შეიძლება შუქის გაღიზიანებას მაგრამ უფრო რა არის იცი ჩემი აზრით ძველად ამას რო ხედავდნენ იმდენად არასასიამოვნო სანახავია და აშინებს ადამიანებს სავარაუდოდ აფარებდნენ რაღაცას და ჩათვალეს რომ ეს არის ეს ერთი დახმარების საშუალება პირიქით ამ დროს ჰაერი უნდა მიეწოდოს ჟანგბადი რომ მოისუნთქავს ეგრევე რო გონზე მოვიდეს და ამ შემთხვევაში რისი დახმარება ჩვენ შეგვიძლია არც პირს ვუღებთ არც არაფერს ყველა გულყრა თავისი მთავრდება 3-4 წუთში რაც შეგვიძლია დაუძახოთ სასწრაფოს თუ ესე ქუჩაში და სასწრაფოს მოსვლამდე თუ კანკალი აქვს სერიოზული და რაღაცა თავქვეშ რამე რბილი ამოუდო და თუ მოვახერხებთ თავი დავადებიოთ გვერდულად იმიტომ რომ ამ დროს შესაძლებელია თუ ისა ან ნერწყვი წამოვიდეს ან პირღებინება კონდეს ანუ სპაზმის გამო და ეს თუ გადაცდა ხო მე ფილტვებს ანთება და ასპირაციული პნევმონია და რაღაცა სხვა მხრივ ანუ ხრჩობის უფრო პრობლემა იყოს და ამიტომ ეს რო არ გადავიდეს ხორში ერთადერთი რაც შეგვიძლია სახე და მოვათახერხოთ რომ სახე გვერდით და დაბელოდეთ ყველა ვარიანტში გამოვა რა თქმა უნდა არის ესეთ შემთხვევაში სერიული გულყრები, როდესაც ერთი მთავრდება, მეორე იწყება, ან სტატუსი გვაქვს. და ამ შემთხვევაში აუცილებელი სასწრაფო, ანუ თქვენ სხვა ვერაფრით ვერ დაეხმარებით. პირის გაღება ეს იმდენად დიდი ცნება ამ დროს იკეტება ეს ყველაფერი, რომ ან კბილებს დაუზიანებთ, ან თხელებს დაიზიანებთ და ჰაერი, ჟანგბადი ასე ძალით არ მიეწოდება, ну თვითონაც ჩაისუნთქოს, ხო ახლა შესაბამისად თავისი თქვენ ახსენეთ რომ შეტევის დროს შეიძლება პაციენტი იყოს აგრესიული ხო ანუ შეიძლება თუ არა რომ საკუთარი თავი დასრულების შემდეგაც შეიძლება კონდეს აგრესიული ანუ სანამ ბოლომდე გონზე მოვა შეიძლება აგრესიული რაღაცა ქმედებები აი თვითონ შეტევის დროს შეიძლება რომ თავი დაიზიანოს არაფერი არ არის გამორიცხული რეალურად შეტევა
თვითონ ყოველთვის რაღაცნაირად მთავრდება, როგორც გითხარით, მაგრამ ხო გითხარით, აი გოგონას შემთხვევაში, რომელიც მაღაზიიდან გამოვიდა, ხო? შეიძლება იმ წუთას გადაევლო მანქანა რაღაც ისე გზაზე, ან რაღაცა გაეკეთებია ისეთი, რომელსაც თვითონ ვერ გააკონტროლებდა. ეს არ ვიცით, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანებს, ვისაც აწუხებთ, რომ ანუ ხშირი გულყრები, ვისაც აწუხებთ, რომ მარტო საშიშ გარემოებში არ დარჩეს. მაგალითად, ზღვაში მარტო არ იცურაო. ხო, აი თუ მარტო ვარ სახლში, მაგალითად როგორ უნდა უშველო საკუთარ თავს. ამაზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ აქაც ძალიან ამიტომ არის მნიშვნელოვანი გულყრების მოწესრიგება. არის შესაძლებელი დღესდღეობით სწორი დიაგნოზის შემთხვევაში ერთი პრეპარატითაც ადვილად წესრიგდება, თუ არა რამდენიმე პრეპარატი, თუ არა ძალიან შეზღუდული რაოდენობით თქვა ისეთი გულყრები, რომელსაც რა ქვია, რომელთა რეგულირებას არ შეიძლება. არის ტრიგერები, ანუ გამომწვევი მიზეზები, რამაც შეიძლება წაახალისოს გულყრა. მაგალითად, უძილო ღამის ანუ ტვინი არ უნდა დაიღალოს. ბევრს ეშინია და აი მეც ეკვაზე არ ვატარებ შვილს და რაღაცას იმას ცურვაზე არ ვატარებ და რაღაცას ვიზამე და აი არ მოთოხნო მაშინ და არა, არაფერი ფიზიკური შრომა არ არის შეზღუდული, რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს ისეთი, რომ უცებ დაზიანდეს დაზიანება რაღაცა ხერხით და იმით შეიძლება არ იმუშავოს, მაგრამ დანარჩენი არაფერი შეზღუდვა არ არის. შეზღუდვა არის უძილობა და ალკოჰოლი. დღემდე ფილმებზე ეს დავიმახსოვროთ აუცილებლად უძილობა და ალკოჰოლი არის ზედმეტი ისედაც ცხოვრებაში. ძალიან ცუდად ყველაფერს და გასაკუთრებით გულყრას. კი და ძალიან ბევრ დღემდე ფილმებში და რაღაცებში წარწერას ხვდებით, რომ აი ეს ციმციმა შუქი რო არის სტრობოსკოპი რას წაკეთებს ეს რამდენად ანუ დღესაც კი არის ესეთი იშვიათია ზოგადად ეპილეფსიის იმებში ფორმებს შორის, მაგრამ ფოტოსენზიტიური ეპილეფსია ქვია და ეგ არის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი თავის ტვინის. მაგალითად, როდესაც ადამიანს ელექტროენცეფალოგრაფიას უღებ, ამას ვურთავთ ყოველთვის. და თვალდახუჭულზე, იმიტომ რომ თავის თვალი გაღიზიანებს, იმას ხო გრძნობ და ამიტომ ვეუბნები თვალი დახუჭა, მაინც პროვოკაცია რო გულყრა არ განვითარდეს და თუ ამას ფოტოსენზიტიური ეპილეფსია აქვს, აი ამ სიხშირების ცვლის დროს ჩვენ ელექტროენცეფალოგრაფიაზე გვეცვლება ჩანაწერი. ანუ ფილმზე ეგ რო აწერია, ამ შემთხვევაში თუ ვერ ხდება, ასე ვთქვათ, ჩვენს გვერდში და ჩვენ ვიცით რომ ეპილეფსია აქვს, უნდა უთხრათ რომ ეხლანდელ ტელევიზორებს კიდე აქვს რაღაცა, ხო ეს დამცავი და ეს სიხშირების ესეთი ცვლა და ისეთი არ არის და ძველი ტელევიზორები როდესაც იყო კინოსკოპიანი, იმას ძალიან ხშირად ჰქონდა და ბევრი პაციენტი მყავდა, ვისაც ვეუბნებოდით, რომ ტელევიზორს არ უყუროთ სამწუხაროდ. ხო, რა ფილმშია წერია ხოლმე, რომ ამ დაუშვათ სცენა კლუბიდან რაღაც საციკლებოდანაა და ამიტომაც მოარიდეთ აუცილებლად ეპილეფსიის მქონე ადამიანები ეკრანს. ვიცით რა მაინტერესებს, ეხლა დამაფიქრა იმან, რომ ასაკი არ აქვს და შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში. აი ნიშნები როგორ უნდა შევამჩნიოთ, პატარ-პატარა ნიშნები, რაც დაიწყება, იმიტომ რომ უამრავი ფორმა აქვს ეპილეფსიას. ეხლა მე საერთოდ არ ვიცოდი პირადად, თუ შეიძლება რომ უცებ დაგრჩეს, გაგეთიშოს გონება და შემდეგ უკვე აზრზე მოხვიდა. ეს ფორმა მე არ ვიცოდი. პატარ-პატარა ნიშნები არ არის, ანუ ყველა ვარიანტში უნდა იყოს ცნობი ან გონების კარგვა, ან რაღაცა ანუ გამოკვეთილი ნიშნათვისებები. ხო, ანუ რაღაცა წამიერი გონების გათიშვები შეიძლება აღნიშნონ, უფრო პატარა ბავშვებს უვითარდებათ, როდესაც აი აბსანს ეპილეფსია, ესე უბრალოდ თვალებს იმაში, რომ ხშირად მშობელი ვერც არ ჩნევს უცნაურობა გონია და უფრო ხშირად მასწავლებელი ამჩნევს ხოლმე და მშობელს ეუბნება, რომ აი რაღაცა უყურადღებოა თქვენი შვილი, რაღაც აყურადღებას არ მაქცევს თვალებს, მიშტერებს და მე ამის მერე ფიქრდება აშვებიან ხოლმე აქცენტ ყურადღებას. ხშირად არის ესეთი მიოკლონიები ქვია, ანუ დილას ლოგინში რო იღვიძებს რაღაცა შეხტა, ან ჭამდა და უცებ კოვზე გაუვარდა და ამასაც ყურადღებას სანამ გენერალიზებული გულყრა არ დაემთავრება, მერე რაღაცა კითხვები თუ ადგენთ, რომ შეიძლება ეს შეხტომებიც ქონდა. და რაც შეეხება ასაკში უფრო ესეთი შეხტომები ნაკლებია, მაგრამ რაღაცა შეიძლება იყოს ხელის კანკალი, კუნთის ერთი მიოკლონიას ვეძახით ასევე. ოღონდ რაღაცა დაზიანება, მაგალითად ინსულტების შემდეგ, ინსულტი გაიგიარა ადამიანმა რაღაც პერიოდი გავიდა და ის კერა დარჩა და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს კერა იძლევა აი ამ იმპულსებს აღზნებადობას თავის ტვინის ქერქის, რომელიც გამოიმუშავდება სხვადასხვანაირი გათიშვებით. რაღაცა დევიაცია თავის მობრუნება, აი ყურადღებას რო არ გაქცევს და რატო არ მე მოვა რაღაც დროის შემდეგ, ხო შეიძლება დაბრუნდეს და ამ დროს ეთიშება გონება ადამიანს. გონება ეთიშება და თვითონ შეიძლება თქვას, რომ რაღაცა გავითიშე, ზოგი ამჩნევს, ზოგი ვერ ამჩნევს. დიაგნოსტიკას რო ვიტარებთ, ან სასურველია უბრალოდ რომ ჩავიტაროთ წელიწადში ერთხელ რომ გეუნებიან ექიმები. ეს იმ ხალხს ეს შედის არა, სავალდებულოში არა.
თუ ეპილეფსია აქვს იმ ადამიანმა, ანუ პრევენციის მიზნით არ უნდა მივიღოს. მაინც ეპილეფსიას არ გულისხმობდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგ საბაზისო შემთხვევაში. ანუ დავუშვათ ყოველი ჩვენგანი თუ დაინტერესდებით, რომ მაინც პრევენციის მიზნით შეიძლება რაღაც რამდენიმე თვით ადრე სანამ პირველივე ნიშანი გამოჩნდება, ეს უკვე გამოჩნდეს ენცეფალოგრამაზე თუ არა. ენცეფალოგრამაზე კი შეიძლება გამოჩნდეს შემთხვევით ან რაღაცა და არ ხონდეს აქედან თუ გულყრა. რაღაც მიზეზები მაქვს, რომ ერთ თუ რამდენიმე თვეში დამეწყოს, ახლა უკვე ჩანს ეგეზე თუ კი, შეიძლება გამოჩნდეს ეგეზე კი. თუ პრინციპში ეს ენცეფალოგრამა ძალიან ძვირიც არაა იმისთვის, რომ არ დავისვიოთ თავის. კი, მაგრამ არ გვინდა შეშინება. შეიძლება სტუდენტების დაავადება იყო, როცა სწავლობ სამედიცინოს, რასაც სწავლობდით, მაშინ ის კი. ეხლა რომ ამბობდით რა ის თვალების გადაწევა, გულყრა, ძალიან გავდა სინკოპეს ნიშნებსაც. ანუ გამოკვეთილია სინკოპე და გულყრა ერთმანეთისგან. ერთმანეთ ბევრი მსგავსი ნიშანი აქვს, მაგრამ ბევრი განმასხვავებელი აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია და მოყოლა დეტალებს. ხანდახან ჩემი პაციენტები ღიზიანდებიან, როგორ გაითიშე და რას ქვია გამითიშე, გავიდე როგორად. ხო, ანუ იგრძნო ეს არ იგრძნო, მოდუნდა, ვინმე თუ ყოველთვის ვცდილობ რომ გავესაუბრო იმას, ვინც ეს დაინახა. ანუ მოდუნდა ორგანიზმი ნელ-ნელა ჩაიკეცა, ფერი დაკარგა, გამუქდა. ხო, ხშირად არის ხოლმე, აი უნებლიე შარდვა ყოველთვის ასოცირებულია ხალხისთვის, რომ ეს არის ეპილეფსია. არა, სინკოპეს დროსაც შეიძლება იყოს უნებლიე შარდვა, იმიტომ რომ მაგალითად ღამე ძილში მოუნდა ადამიანს საპირფარეშოში გასვლა იმდენად რომ გააღვიძა ძილში და რო წამოხტება უცებ ლოგინიდან შეიძლება წნება დავარდეს წაიქცეს და უნებლიე შარდვა ქონდეს იმიტომ რომ შარდის ბუშტი სავსე იყო მიდიოდა ტუალეტში და მოდუნების გამო და აუცილებლად გულყრის ეშინია და ეს ახასიათებს სინკოპეს კი ბატონო შეიძლება ახასიათებს სინკოპეს მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის საინტერესო თემაზე საუბრისთვის ძალიან კარგი ამბავი გავიგე ის რომ არსებობს რაღაცა მითები, რომლისაც აღარ უნდა გვჯეროდეს, იმიტომ რომ შეიძლება რომ პირიქით უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანოს. დავუშვიდობოთ ხო ჩვენ სტუმარს და ჩვენ ისევ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. დავბრუნდით ისევ და მეგობრებო მაინტერესებს რამდენად გიყვართ თუ არა ჩახუტება და ყველაზე ხშირად ვის ეხუტებით ხოლმე ბავშვებს ყველაზე ძალიან რომ უხარიათ მეგობრებს როგორ ფიქრობთ ყველაზე ხშირადო და მეთქი ორი რაღაცა ყველაზე ხშირად არა ერთი უფრო ხშირად იქნება ვიდრე მეორე გიფიქრიათ იმაზე თუ აი რა არის ჩახუტება და რას გამოვხატავთ ხოლმე ამით ნუ ჩემთვის არის მონატრება მაგალითად ადამიანი რო ძალიან მომენატრება და ვნახავ მინდა რომ ჩავეხუტო და რაღაცნაირად ჩემი შინაგანი მდგომარეობა გრძნობა რაღაცნაირად ემოცია ამ ჩახუტებით გადავცე ჩახუტებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ეზოთერიკულადაც მედიტაციასაც როცა ვაკეთებთ მაშინაც ამ კუთხით მიფიქრია და მქონია სურვილი რომ ჩავხუტებოდი ადამიანს რომელსაც აქვს ძალიან დადებითი ენერგიები კარგი ადამიანია და მიყვარს. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა მარტო მონატრება, არამედ ის გიზიარებს თავის თითოეულ ენერგო ველს და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ხშირად არის ხოლმე ჩვენ გვაქვს ქართველებს არის მისალმების კულტურა, გადავკოცდით ერთმანეთს. აი გინდა არ გინდა, როდესაც ნაცნობი ადამიანია და ქუჩაში მივდივართ, აი ეს თემა გვაქვს ცოტათი შემსუბუქთა პანდემიის დროს და რაღაც დოზით ძალიან კარგია, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ თავი დაუკრათ, კარგი გამარჯობა, აი კარგი სიტყვა გვაქვს, გამარჯობა ესე მივასალმო და არა ის რომ გადავკოცდოთ და რაღაცა. ენერგიის იმოწვისთვის ცარიელ კაბელებს არ ისე შეერთებულ კაბელებს არ ჩავეხუტოთ და ამაზე. აი მე საკმაოდ საინტერესო საკითხი წამოჭრა ახლა, როდესაც თქვა რომ გინდა არ გინდა, ანუ შეიძლება რომ საერთოდ არ მინდოდეს მაგალითად რომ ადამიანი ჩამეხუტოს, ან უბრალოდ არ მიყვარს ჩახუტება და ამ დროს რო გეხუტებენ უხერხულობაც არის და რაღაცნაირად პირადი სივრცის დარღვევა შეიძლება გახდეს. მოკლედ, როდის ვიწყებთ ჩახუტებას, როდის ვსწავლობთ, ხო? აი როგორც პატაშეთ ყველაზე ხშირად ბავშვს ვეხუტები, ანუ ეს ყველაფერი ბავშვობის ასაკიდან თვითონ იციან ესე, მოდი ახლა. ხო, ნუ მათ ეს ყველაფერი აბედნიერებს, თუმცა ისევ და ისევ მივდივართ იმ საკითხისადმი, რომ აბსოლუტურად, აი ერთი შეხედვით უწყინარ ჩახუტებას ძალიან ბევრი წესი ქონია და ეს წესები უნდა დავიცვათ, რომ არ დავარღვიოთ მეორე ადამიანის პირადი
პირადი სივრცე და მისი ემოციური მდგომარეობა და ზომიერების დაცვა მოკლედ ყველაფერში საჭირო, ხო. განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში და საინტერესო არის მაგალითად თუ მათ სივრცეს დავარღვევთ და რაღაცებს გადავხაზავთ, ეს რა უარყოფით შედეგამდე მიიყვანს ჩვენს პატარებს, ამიტომ უნდა მოვიწვიო ყველასთვის ძალიან საყვარელი სპეციალისტი, თინათინ გობაძე, ინკლუზიური განვითარების სპეციალისტი, რომელიც უკეთესად აგვიხსნის თუ რა არის ჩახუტება როგორც ჩახუტების სპეციალისტი, ახლა ყველაფერი ჩავეხუტებოდით სწორად. შორიდან გეხუტებით. მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. თინათინ, მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. აი ზოგადად რა არის ჩახუტება, რა ემოციის გაცვლა არის და გვჭირდება თუ არა ეს ადამიანებს? ხო, ალბათ საჭირო ამ შემთხვევაში განმარტოთ ჩახუტება ზოგადად რა არის, ხო? მოკლე განმარტება რო გავუკეთოთ, ჩახუტება არის უსაფრთხოების განცდის, სიყვარულის გაცემის სიგნალი, ხო? ჩვენ როდესაც ადამიანს ვეხუტებით, განსაკუთრებით ბავშვებს, ამ დროს ჩვენ სურვილს ვიკმაყოფილებთ, ან კიდე პირიქით ბავშვი ამ დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მშვიდდება, როცა თქვა აღელვებული, ან კიდე არ იყოს აღელვებული, მაგრამ უნდა რომ ეს რაღაცა ემოციების გამოცვლა მოხდეს. თუმცა მინდა გამოვკვეთო კომფორტული ჩახუტება, კომფორტული ჩახუტების კოცნა, ხო? ხშირ შემთხვევაში თქვენ თუ დააკვირდებით, ალბათ ჩვენი მაყურებლებიც ამოიცნობთ საკუთარ თავს, ჩახუტება არ არის ხოლმე კომფორტული. მოკლედ, ბავშვის განვითარებისთვის რომ იყოს ჩახუტება, ესე რომ ვთქვათ, სარგებლის მომტანი, მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა და ბავშვის გადასახედიდან მისი ჭრილიდან რაღაცების დანახვა, ხო? ამაში რას გულისხმობ? ზოგადად კომფორტულია ჩახუტება, როდესაც მე ბავშვის სხეულიდან წამოსულ სიგნალებს ყურადღებას ვაქცევ. შესაძლებელია რაღაც სიტუაციაში ბავშვს ჩახუტება საერთოდ არ სურდეს, ხო და ძალიან ბუნებრივია ეს. თუმცა ამას არავინ უყურებს და მშობელი მაინც ესე გადაჭარბებლად კოცნის ეხუტება ჭყიპავს მოკლედ, ხო? შეიძლება ეს იყოს ძალიან პატარა ჩვილი ბავშვი, შეიძლება იყოს ცოტათი უფრო მოზრდილი. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, თუ ბავშვი არის ჩვილი და ჩვენ რა თქმა უნდა მისგან არ ველოდებით რომ ვერბალურად, ანუ სიტყვით გამოხატო სურს თუ რა ჩახუტება. მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით ზუსტად და სწორად მის სხეულებს და მიმიკებს, ხო? სწორად ემოციურ მდგომარეობას. მერწუნეთ ძალიან მარტივი იქნება, ჩვილ ბავშვიც კი ამოვიცნოთ, მას ამ მომენტში ეს ჩახუტება სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს. თუ მე უბრალოდ მშობელი ჩემს სურვილს ვიკმაყოფილებ, ხო? ნახეთ, ეს ეგოისტურია რა. და თუ დავაკვირდებით ეს გადაჭარბებული ჩახუტებები და კოცნები, სწორად ჩემს ეგოისტურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რადგან მე მსურს იმ კონკრეტულ სიტუაციაში სითბო მივიღო, ხო? რადგან ნახეთ, ჩახუტების დროს გამოიყოფა სიყვარულის ჰორმონი, რაც მე მამშვიდებს. ამრიგად, იქ მე არ ვფიქრობ ბავშვის მიმიკებზე, რომელიც შეიძლება ნახეთ რასაკეთებდეს ესე თვალებს ხუჭავდეს, რაღაცა ესე ხელით გვანიშნავდეს, რომ რაღაცნაირად არ სურს იმ მომენტში ჩახუტება და დისკომფორტს განიცდის, არათუ სიამოვნებას. აი სწორედ ამ დროს ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და მის სხეულს მოვეპყროთ სათუთად, რადგან ძალიან მიყვარს ზოგადად ეს პირადი სივრცის საზღვრებზეც გავდივარ და პირადი სივრცე ჩემი უსაყვარლესი თემა არის, რადგან პირადი სივრცის სწორად დაცვა, სწორედ ბავშვის პირად უსაფრთხოებას უსმევს ხაზს, ხო? და თუ მე მშობელი აი ამ მომენტში ბავშვის ამ პირად სივრცეს, პირად საზღვრებს ვარღვევ უხეშად და მის ინტერესს და სურვილებს არ ვითვალისწინებ, შესაბამისად ბავშვი აქ სწავლობს რას, რომ ეს იგი ჩემი სხეული, ჩემი სურვილები, ემოციები მე არ მექვემდებარება. ხო, ანუ მე ვერ ვაკონტროლებ და ესე გამოდის მე არ ვწყვეტავ, მე ვინ შემეხება, ვინ ჩამეხუტება, ვინ მაკოცებს. ჩემი ბავშვი პირდაპირ აცხადებს ხოლმე რომ წადი აქედან. დიახ. და ამბობს რომ გაბანებე თავი. კი ბატონო. ამ დროს ჩვენ პატივისცემით უნდა მოვიდეთ. იდეალურია. ოთახიდან რაც გვაგდებს, ხანდახან ეს თამაშობს. კი ბატონო. მოვიჩილებით. კი ბატონო, ნახეთ კიდე აქ რა არის მნიშვნელოვანი. ყველა ბავშვი ხო სრულიად ინდივიდუალური და უნიკალურია. ვიღაც ბავშვი, აი ნახეთ, სენსორულად არის ზედმეტად გრძნობიარი, ან კიდე პირიქით. ვიღაცას პირიქით ჩახუტება ძალიან უყვარს, ანუ ეს ფიზიკური შეხება, ნახეთ, ტაქტილური შეგრძნებებია ეს, ხო? ანუ შეხება და ფიზიკური კონტაქტი. ვიღაცას უყვარს, ვიღაცას არ უყვარს, ხო? ანუ ჩვენ გონია თითქოს ნორმა არის და ეხლა მშობლები ხოლმე ჯანყდებიან, რომ ეხლა ჩემს შვილს როგორ არ ჩავეხუტო, როცა პირად სივრცეს უსმევ ხოლმე ხას, ხო? მაგრამ აქ ხომ მნიშვნელოვანია მე რაღაცებს სწორად შევხედო და არა თქვა უბრალოდ არ ჩავეხუტო. უნდა ჩავეხუტო, რა თქმა უნდა მოვეფერო, რა თქმა უნდა, რადგან ბავშვის განვითარებისთვის, ნახეთ, მისი ტვინის განვითარებისთვის, ემოციების რეგულაციისთვის, ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირების პროცესისთვის მნიშვნელოვანია, გარდაულად მნიშვნელოვანი ჩახუტება, ოღონდ როგორც აღვნიშნე, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი და ჩემი სიამოვნება არ უნდა იყოს, არამედ ბავშვისაც, ხო? და კიდევ მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემას გავუსვა ხაზი, ჩახუტება ხშირად არის, ნახეთ,
დამუქრების და დასჯის მექანიზმი. ახლა აგიხსნით სასურველს ხომაში. აგიხსნით ძალიან საინტერესო, თუმცა მგონია რომ არ ვფიქრობთ ხოლმე. თუ მქონიათ პრაქტიკაში მსგავსი გამოცდილება თქვენს გამიზიარეთ, თუ ბავშვი იქცევა კარგად, ხო, მაგალითად, რა ვიცი, დავალება დაწერა კარგად, სკოლაში მიიღო კარგი ქულანგი და პატარა ბავშვმა რაღაცა აურია, ჭიქა გატეხა თებში და ისროლა ძიაში, ხო? ამ დროს მშობელი ბრაზდება. და შენ ცუდი ბავშვი ხარ, ცუდი გოგო ხარ, ეუბნება და ნახეთ, ამ მომენტში როცა მშობელი ბავშვს სჯის, უყვირის და ნახეთ ეუბნება, შენ გატეხე არა, შენ დააშავე არა? ესე იგი ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ? ბავშვს დამნაშავედ, დიახ, ვუღვიებთ და გარდა ამისა ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არის დამნაშავე და რაღაცა გააფუჭა და აზიანა. თუმცა აქ მინდა ტერმინებს ხო ძალიან დიდი ძალა აქვს, ხო? ნაკლებად გამოვიყენოთ ტერმინი შენ დააშავე. ესე იგი მე პირდაპირ ვადანაშავლებ. არა, ვთქვათ რომ ეს რაღაცა შეცდომა არის, ხო? ანუ შეცდომა ვთქვათ და არა დანაშაული. და ამ დროს, როდესაც უყვირით, ბავშვს ეშინია ეს სტრესს განიცდის და ამ დროს შესაძლებელია ზოგიერთ ბავშვს უდას რა? ჩახუტება, ხო? დედასთან გადაიწევა, ანუ სურს რომ დედამ ჩაეხუტოს, რადგან ხედავს დედა როგორი გაბრაზებულია. ეს შეიძლება ბოდიშის გამოხატულებაც. დიახ, ხომ აი ეშინია, ვერ ხვდება რა მოხდა მისთავს, რადგან გადყდა, ხო? ანუ ეს ძალიან ნორმალურია, მოკლედ ესე რა შევხედოთ და მშობელი ამ დროს შესაძლებელია უბრალოდ გაწიოს ბავშვი, ხო? შენ ცუდი ბიჭი ხარ, ეს გატეხი არ ჩაგეხუტები ახლა. ხშირად ყოფილა შემთხვევა. ნახეთ, ესე იგი, ჩახუტება გამოიყენა დედამ დასჯის მექანიზმად და ანუ არ იმსახურებს სიყვარულს, არ იმსახურებს ჩახუტებას, იმიტომ რომ გამიტეხე ვასა. კი ბატონო, ესე იგი გამოდის რომ ჩვენ ჩახუტებას ვაქცევთ, ნახეთ, ემოციური, კი ბატონო, ჩახუტება არ უნდა ვაქცევთ ემოციური манипуляციის ინსტრუმენტად, ხო? მე თუ მიყვარს უპირობოდ, მე თუ ვეხუტები რომ უბრალოდ ეს რაღაცა დადებითი ენერგიები გავცვალოთ, თავი კარგად ვიგრძნოთ, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს რომ ესე იგი ჩახუტება რა ყოფილა? როცა მოზარდი ხდება. ხო, აი დაახლოებით. კი ბატონო. თუ ესე იგი ჩახუტება ყოფილა ის რომ რაღაცის ნახეთ სიყვარულის მოპოვების, ჯილდოს მოპოვების რაღაც ინსტრუმენტი და რაღაცა უანგარო გულწრფელი რამ, რომელიც შეიძლება მე ყოველთვის მომინდეს, ხო, რომ მშობელთან მივიდე ჩავეხუტო და ამ დროს უბრალოდ თავი კარგად ვიგრძნო და უსაფრთხოდ ვიგრძნო. უსაფრთხოების განცდაც ხომ ყალიბდება ამ დროს, არა? და კიდე დარწმენ, ამასაც ხას გავუსმენ, რადგან ჩვენ პირადი სივრცეც ვახსენეთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით, ოჯახის წევრები ეუბნებიან, მოკლედ სირცხვილია, ჩაეხუტე, ხო? მამიდა მოვიდა ჩაეხუტე, ბებო ჩაეხუტე. ეს უკვე ძალდატანებითი ჩახუტება. კი ბატონო, დიახ. ანუ ჩახუტება არ უნდა იყოს ძალდატანებითი. ამ დროს ბავშვი თავად უნდა წყვიტავდეს ვის და როდის ჩაეხუტოს, ხო? პატივიცოთ უბრალოდ მის სურვილებს. და თუ ვეუბნებით ბავშვს რომ სირცხვილია ჩაეხუტე, ნახეთ, ესე იგი მე რას ვაკეთებ? ბავშვს ვარცხვენ და ვაიძულებ. სირცხვილის გზნობას ვუღებ. ისე შეგვიძლია პარალელი დავინახოთ ძალით ჩაეხუტეს შორის და ძალით გათხოვებას შორის და ძალით რაღაცა ხო. ანუ მე შესაძლებლად გადაწყვიტავ შესაძლებლად შესაძლებლად გადაწყვიტავ სად გათხოვდები, როგორ ველწყოს მოიყვანს ადინუშებ, როგორ იცხოვრებ და როგორ კიდე გარდაიცვლები. ამ ყველაფერს გიწყვიტავს ადამიანი, ვინც გაძლევს ჩახუტებას. დიახ, აი სწორედ თითქოს და ეს სრულად უწყინარი რა, თითქოს ხო? მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ რაღაცა შორეულ პერსპექტივაში არ ვუყურებთ ხო ბავშვის ზრდა განვითარებას. ეს არის ზოგადად ჩვენი უბედურება, მოდი ასე დავარქმევ, რადგან სწორედ ბაზა ხო საფუძვლები აქ ამ ადრეულ ასაკში ეყრება აბსოლუტურად ყველაფერს და მე თუ ამ მნიშვნელოვან კომპონენტებს არ დავიცავ, შემდგომ ბავშვი ნახეთ ვეღარ აკონტროლებს. ესე იგი, ვისაც მოუნდება ზრდასრულ ასაკშიც ხო, ვისაც მოუნდება ჩამეხუტოს, მაკოცოს, მე ჩემი პირადი სივრცე არ გამაჩნია და სხვა განსაზღვრავს. მე როდის გავაკეთო და რატომ გავაკეთო და ასე შემდეგ, ხო? ამრიგად, მოკლედ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ დარწმუნების მექანიზმი არ გამოვიყენოთ, ასევე ემოციური манипуляციის ინსტრუმენტად არ გამოვიყენოთ ჩახუტება და სხვა შემთხვევაში ვიცით, რომ არის იდეალური, ვიცით, რომ არის ძალიან კარგი ბავშვის განვითარებისთვის, მისი ემოციური რეგულაციისთვის. მთავარი არის, რომ ეს მნიშვნელოვანი ნიშანსვეტები არ გამოვიდეს. გამოვიდა, ბავშვს სრული უფლება აქვს, რომ უარი თქვას ჩახუტებაზე, ასევე გადაკოცნაზე, რასაც ხშირად ჩვენ მშობლები ვაძალებთ ხოლმე. მაგრამ აი როგორ უნდა მივხვდეთ მშობლები რომ ჩვენ შულს არ უყვარს მსგავსი ფიზიკური შეხება, აი გამომჟღავნება, როგორ შეიძლება მივხვდე და თუ ბუნებრივია თუ მივხვდები რომ ჩემ შულს არ უყვარს, მე მას არც ძალას დავატან ხომ, რომ აი ჩაეხუტე, უკვე აღარ ვეტყვი რომ ჩაეხუტე ან გადაკოცნე ან ასე შემდეგ. დიახ, აი მანდაც ყველა მშობელი ძალიან კარგად იცნობს მის შვილს, ხო, როგორია. როგორც აღნიშნა უკვე ზოგიერთი ბავშვი ძალიან სენსიტიურია მსგავსი აი ტაქტილური შეგრძნების მიმართ, ანუ შეხების მიმართ, ზოგიერთი ბავშვი კიდე არა. ამრიგად ეს მშობელი
ისედაც შეამჩნევს, მაგრამ სხვა შემთხვევაში სიგნალები, ხო? აი ჟესტები და მიმიკებით შეგვიძლია ამის შემჩნევა. თუ კი მაგალითად მოვიდა ის სხვა ოჯახის წევრი ჩვენთან სტუმრად და ამ დროს ეს წამოიწია სტუმარი ბავშვისკენ და ბავშვი უკან იხევს, ხო, რაღაც არ სურს, ანუ მისკენ არ გადაიწევა, უბრალოდ ცოტათი თავი აქვს დახრილი, ან კიდე ისეთ გას ხო, ცოტათი უხერხულად, დიახ. ეს უკვე სიგნალია, რომ ბავშვს არ სურს ჩახუტება და მე არავითარ შემთხვევაში არ ვაძალებ, რომ მიდი ჩაიხუტე სერცხელია, ხო? ეს არის სიგნალი. მოკლედ, იმდენად მარტივად შემიძლია მე ბავშვის სხეულზე დაკვირვებით, არ არის საჭირო რაიმე თქვას, რომ მე გადავწყვიტო ამას ამ შემთხვევაში, თუნდაც მშობლის მხრიდან, ხო, სურს ჩახუტება თუ არ სურს. აი ბრაზის შემთხვევაში, ხო, ხშირად როცა ბავშვი ტანტრომს აწყობს და რაიმე ესეთი ემოციური გამოხატულება აქვს, იქაც კი შესაძლებელია იმ მომენტში არ სურდეს ჩახუტება და დაველოდო დამშვიდებას და მე უბრალოდ მის გვერდით ვიყო და შემდეგ ჩავეხუტო, ან კიდე პირიქით, ძალიან ჭირდებოდეს იმ მომენტში, რომ ნახეთ, როცა გაბრაზებული ჩემსკენ მოიწევს ეს ტირის, მაგრამ ეს მეხება თვითონ ფიზიკურად, ესე იგი გამოცემ მის სურს მას ჩემი ჩახუტება, ხო? ვეხუტები უბრალოდ და არაფერს არ ვსაუბრობ, რადგან ეს ჩახუტება საკმარისია ჩვენი ემოციების გასცვლისთვის და ეს როგორც გითხარით, სიყვარულის ჰორმონის გამოყოფისთვის. სრულად. აი მე ესეთი ისტორიაც მსმენია, დეიდასთან ერთად მიდიოდა ბავშვი ქუჩაში და დეიდას მეგობარი შეხვდა და ძალიან დიდი ყურადღება გამოხატა, ჩაეხუტა, მოეფერა და სახლში რომ უყვა დეიდას შემდეგო ვაიმე დეიდა არ მინდოდაო მე ქალბატონის ჩახუტება შევწუხდიო და რამოდენიმე დღე ამაზე საუბრობდაო და ძალიან ნერვიულობდა დეიდამისთვის, იმიტომ რომ ეხლა შეუძლებელია ქუჩაშიო როგორ მეთქვა უცებო გადაკოცნაო და აი ხა რამხელა პასუხია თვითონ თქვენ რაც მოყევით ამ ყველაფერზე არ უნდოდა იმ უცხო ადამიანს რომ ჩახუტებოდა თუნდაც ბავშვი. დიდებსაც ეგრევე ისევე არა აქვს კაცო მაგალითად აი ფილმ ქართულ ფილმებში შეხვდები ამას, როდესაც დაუშვათ არ ვიცი მე ადექი ხა სტუმრები მოვიდნენ ჩაიცვი წადი ესალო და მე ისევ გააგზელე წოლა. წებს ადამიანი დაანებია დავი ხო? თუ ხარ ეს სტუმრები თვითონ ჩაიცვი აღება წავი ესალო და დაწובה. ესე მე როგორც დიდებსაც ვაიძულებთ. კი აი ძალიან კი ბატონო, აი პირადი მაგალითად რომ მოვიყოთ, მაგრამ პირადად მე სულაც არ მსიავნეს ვიღაცამ პირდაპირ ჩამეხუტოს. აი ძალიან ახლო მეგობარმაც რატომ? ზოგადად ჩემი შეგრძნები ასეა ხო? ეს ხო ძალიან ინდივიდუალურია. და ამის სრული უფლება კი, ამიტომ ნახეთ მე დისკომფორტი მაქვს, თქვა თუ ვიღაცა პირდაპირ მოდის და მეხუტება. ანუ მეც კი თქვენთანაც ასე იქნება, ხო? რომ ვიღაცას მოწონს ეს ჩახუტება, თუნდაც ოჯახის წევრთან ვიღაცას არა. კი ბატონო, ამრიგად აი ჩვენ ზრდასრულებმაც რომ დავფიქრდეთ ამაზე, თითქოს ჩვენ ეს ნორმად ვიგვაჩნია. ნახეთ, სოციალური ნორმა სხვა რაღაცა არის, ხო? სოციალური ნორმებს რომ გავყვეთ, იქ საერთოდ არსად არ გვიწერია და არავინ არ გვეუბნება რომ სოციალური ნორმა არის, რომ ვიღაცას ჩავეხუტო და ვაკოც და აქვე უცებ ხას გაუსმევ რას ნახეთ, ზოგადად ჩახუტება და კოცნა სრულად არ არის მარტო სიყვარულის გამოხატვის ჟესტი ან ინსტრუმენტი. სხვაგვარადაც შემიძლია ადამიანს ვაგრძნობინო რომ პატივს ვცემ, მიყვარს, ხო? ღიმილით, ხელის ჩამართვებით უბრალოდ, ხო? რაღაცა, ანუ სხვა სხეულებრივი გამოხატულებით, ანუ არ არის სავალდებული უბრალოდ ჩახუტება. კი ბატონო, აი ამ საკითხზე მინდოდა ხაზგასმით რომ და მე თქვა ჩემი აზრი რომ ანუ თუ მაგალითად ადამიანს ან ბავშვს არ უყვარს ჩახუტება, ეს არ ნიშნავს რომ ის არ არის თბილი. რა თქმა უნდა. და მაგალითად თუ საზოგადოებაში აი მე რა მაგალითიც მოიყვანა, თუ მე არ ჩავეხუტები მაგალითად დედაჩემის ახლობას, ეს არ ნიშნავს რომ მე ვარ უზრდელი, ხო? კი ბატონო. ეს არის ჩემი უფლება და მაინც და მაინც ყოველთვის იმ წერტილამდე მივდივართ რომ მშობელი არ იცნობს შვილს კარგად სიღრმისეულად რა უყვარს, რა სურს, რა მოეწონება. ამ შემთხვევაში რა სიტყვის ვიღაცა ნაცელა მის შვილზე ვიდრე საკუთარი იცი რატო ჩვენც ესე აღვიზარდეთ, სად იყო ამდენი ფსიქოლოგი, ამდენი ცნობიერების ამაღლების კუთხით უამრავი თემა. ეხლა ჩვენ ხანდახან მშობლებსაც კი სირცხვილის გზნობა გვაქვს, თუ ბავშვს არ უნდა არ ეთამაშება სტუმარი რომ მოვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი პირადი სივრცეა ღიმილით ვიტყვი და ამ დროს მე მწვენია და წესით მეც არ უნდა მწვენოდეს, ჩვენიდან იწყება ეს ყველაფერი, მაგრამ მეც ადაპტაციას ვაკეთებ. ეხლა იყო ესეთი ჩვენ ძალით ვიცავთ ბავშვებს. კი, აი ესეთი ისტორიაც ვიცი, რომ კითხეს რამდენი წლის ხარო და არ გეტყვითო ესა ჩვენი პირადი სივრცეა და უფროს ადამიანს ეწყინა და ნუ მე დედა მეთქი გეთქვა და არ დედა შევწუხდი მე რამდენჯერ მკითხავ და გავჩერდი ნუ აი რა გამეკეთები. ჩვენ უფრო დაკითხვის რეჟიმში ვართ თუ დააკვირდებით, ხო? ეხლა თქვენ რომ მე დაგიწყოთ კითხების დასრულება, რამდენი წლის ხართ სადმუშაობ, რამდენი ხელფასი გაქვთ, თქვენ ხო დისკომფორტი გექნებათ. და ჩვენ რატომ გონია რომ ბავშვებს გვაქვს უფლება, სრული უფლება, ბავშვებს ყველა სახის კითხვა დავუსვათ, ვაიძულოთ სრული ამ სტოს მნიშვნელობით, გააკეთონ ის რაც ჩვენ გვსურს უბრალოდ და ჩვენს რაღაც მენტალურ სტერეოტიპებზე დაყრდნობით რაღაცეებს მიიყვნენ, ანუ არა, ხო? ამრიგად მადლობა თქვენ, იმიტომ რომ სკაუს თემებზე როცა მუშაობთ და მე ვწმენ ძალიან დიდი როლი გაქვთ თქვენს, რადგან თვალს გადევნებენ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ამრიგად სწორედ ესე ხდება, ხო, რაღაცების ცვლილება,
საუბრით და თუ საუბარი არ დავიწყეთ და უბრალოდ არ დავფიქრდით, რადგან როდესაც მე მესმის, რაღაცები იყო ადრე სხვანაირად, მაგრამ ახლა სხვანაირად, ხო? და შედეგებიც სავალალოა. აი, ეხლა ჩვენ რაც მართლა ახსენეთ. მოქმედებს მაყურებელზე, რეალურად პირველი გადაცემა რო იყო, რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლოს ვიჩექით და ყოველ გადაცემასთან თითო სანტიმეტრი ჩორდება ხოლმე. მიხარია. აი, ახლა რაც ახსენეთ, თუნდაც ძალიან საკმაოდ აქტუალური თემა ის, რამდენი გაქვს ხელფასი? ანუ მე ცოტა შოკირებული ვარ ხოლმე, რომ თვითონ აი ადამიანი საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ შემოიჭრას შენს პირად საზღვრებში და კითხოს, იმიტომ რომ მე არ მიმიცია ჩემი თავისთვის ეს უფლება. რაც არ უნდა ახლო მეგობარი იყოს, თუნდაც ხო? თუმცა ესეც მათი brალი არ არის, იმიტომ რომ ისინი ესე არიან აღზრდილები და ეს არავის brალი არ არის. ეხლა და ეხლა ვიცავთ ჩვენ ამ საზღვრებს. ხო, ვცდილობ რაღაც კარგ ცხოვრებაზე და როგორი ცხოვრებაზე უნდა ინატრო. ეცე პირდაპირ რაღაც თანხასკენ რო კითხავენ, რამდენი გაქვს ხელფასიო, გაჩერდები და რო გეკითხებიან, კი მე არ მეუბნები არა ვითვლი მინდებს. იცი რა არის, რაღაცა ესეთ საკითხებში ალბათ ინდივიდუალურია ჩვენი შეხედულება, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად რომ მკითხონ, აი რამდენი გაქვს ხელფასი, არანაირი პრობლემა არ არის პასუხი გავცე. ამდენი. არა, ჩემთვის არცეუბრები ხო? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ჩემი პირადი საზღვარია ნახეთ. არა, ეს როგორი რაღაცაა სოფოიცა, აი რაღაცა შენს ოჯახში რომ ადამიანმა შემოიხედოს. მე თუ მაქვს დალაგებული შეიძლება კარი გავაღო, თუ არ მაქვს დალაგებული, იმიტომ რომ ცუთ ხასიათზე ვარ, არ მინდა რომ ვიღაცას კარი გავაღო და მე ნახე როგორ რატომ მოქმედებს ჩემზე. მე არ ვაკადრებ სხვას, მე პირადად ვიცავ სხვის საზღვარს და არ ვკითხავ. თუ მას აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, ის მეტყვის და რაღაცა აი გაიხსნება ეს თემა. თავისუფლად მე გამიჩნდება სურვილი რომ მაგრამ ეხა ესე არ არის რომ უნდა დაკითხვა მომიწყოს. მე არ მაქვს სურვილი რომ იცოდეს თუნდაც ვიღაცა. ეს საზღვარი მე მაქვს და ბევრი საზღვარი მაქვს კიდევ. დიახ, და ნახეთ ზუსტად მაგ გამოიწეს. მიახლოებას ბიზარი. კი ბატონო, და ისე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე, თავად ჩვენ მშობლები და ზრდასრულები ეს ბევრჯერ ვახსენე ხოლმე, რომ ვართ სწორი როლური მოდელი, ხო? და ჩვენ თუ თავად უფროსები ზრდასრულები უხეშად ვარღვევთ მსგავსი კითხვებით, ესე ფიზიკური შეხებით სხვა ადამიანების პირად სივრცეს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი შვილი და ჩვენი ბავშვი ან მოსწავლე იგივეს გაიმეორებს. ნახეთ, 6 წლამდე ასაკში ბავშვი ვერ ფილტრავს რომელი ინფორმაცია არის სწორი, არასწორი, ჯანსაღი, არაჯანსაღი, არამედ მისთვის ესე პირდაპირ მშობელი რასაც გააკეთებს. ინტროექტები შთანთქვა ხდება რა თქმა უნდა, ამრიგად რახან ეს გაფილტრის მექანიზმი ჯერ არ გვაქვს, მოდი ჩვენ გავუფრთხილდეთ რა ამ ძირითად ძალიან მნიშვნელოვან წლებს, რომ შესაბამისად შემდგომ ის ბავშვები რასაც დასრულები იქნებიან, თვითონაც ესე ფრთხილად იყვნენ, დაცულები იყვნენ, ბედნიერები აი იყვნენ. თუნდაც მაგალითად დაოჯახდება წყვილი და აი მე როდის გააჩენთ ბავშვს, როდის გააჩენთ? არა, კიდე ნორმალურია, არის ძულების წესით რომ დაგსდებენ კუჩში და თვის ჭამენ რომ მაინც უნდა დაგარწმუნონ იმაში რომ ბავშვების ანუ იქით საერთოდ არ უნდა იყურებოდე და იმათ რჩენა რო ჭირდება იმაზე გეუბნები რა კაცი იქნება. არა უშავს იქნება მაგრამ გამოჩნდება. რეკომენდაციაც მომეც. თუმცა მაქვე ძალიან კარგი რაღაც ახსეთ მინდა ხაზი გაუსვა, რადგან რასაც მე ჩემი გვერდი მაქვს ხოლმე და ძალიან ბევრი ინფორმაციას ვაზრებ მშობლებისთვის და კომენტარების ველიც ხატყობს და მარწუნებს იმაში, რამდენად ისეთი სიტუაცია გვაქვს რთული, იმიტომ რომ მშობლობა ხომ არ არის ესე თანდაყოლილი არა? მშობლობას ჭირდება მომზადება და უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაბამისად მე თუ არ ვემზადები ამისთვის ხო რომ ბავშვი როგორ აღვზარდო და არა გავზარდო, ხო? და ამრიგად შემდეგ ამიტომ არის ამდენი შეცდომა და ის რომ ყველა მშობელს თავისი წესები და კანონები აქვს და უბრალოდ ისე როგორც ნახეთ მან როგორი გამოცდილებაც დააგროვა, თითქოს აგრძელებს იმას, ხო? და მე ეს მანკირიწრე არ წყდება. ესე გამოდის. დიახ, ეს მანკირიწრე არ წყდება, ამრიგად სირცხვილი არ არის თუ რაღაც არ ვიცი, სირცხვილი არის ის რომ უკვე 21 საუკუნეში ამდენი ინფორმაციის ფონზე მე არ გავფილტრო, არა ვიღო პასუხისმგებლობა როგორც მომავალმა მშობელმა რომ მე პასუხისმგებლობა მართებს ვიღაც ანუ ცოცხალ არსებაზე, ადამიანზე და მე იმას ესე უდირად მოვექცე და არასწორად დავხსარდო, არასწორი პრინციპებით, არასწორი ღირებულებებით, ხო? ნუ ჩვენ არის კონფლუენტური საზოგადოებების ეძახიან ჩვენ არის საზოგადოებებს, სადაც ჩემი, ასე ვთქვათ, ცალკე ჩემი არ არსებობს და არსებობს ავტომატურად ჩვენი. ისე რომ არავის არ ვეკითხებით იმ ჩვენისში წვლილის შეტანა უნდა თუ არა. ანუ არსებობს ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ მოუწონებართ დაუშვათ, ხო? კი ბატონო, ეს ბუნებრივია, ნორმალურია. ჩვენთან იმიტომ კი არ რომ ძულ ვართ, უბრალოდ უყვართ მარტო ყოფნა. და ჩვენ ვაიძულებთ იმ ადამიანებს, რომ ეს საერთო ქვაბში ჩვენთან ერთად მოიხარშონ და ჯარ უნდა იმ ადამიანთან. ეგ ახასიათებს აი რომ საიდან მოდის იცი აი ჩვენი წარსულიდან მოდის როდესაც ჩვენ შუბი არ ვიცოდით რა იყო ანუ რაღაცები არ ქონდა კლანჭი არ ქონდა დიდი კბილი არ ქონდა და ერთადერთი გადარჩენის საშუალება იყო ერთად შევსეულიყავით რომელიმე მტერს იქ რა ვიცი ჭყალებში დინოზავრი იქნებოდა თუ რაღაცა დიდი მე როდესაც ამ ყველაფერს მოვერიეთ შეგჩეს ზნობა რომ კლანჭი ჩვენ არ გვაქვს რაღაცა კუნთები ჩვენ არ გვაქვს უზარმაზარი მაგრამ ერთად თუ იქნებით ყველას მოვერებით და ყველას ვაიძულებთ რომ ერთად ვიყოთ არა და უკვე აღარ არის საჭირო
გვაქვს იმდენი ძალა, რომ ცალკე-ცალკეც გამოვკაჭოთ. და საბოლოოდ მაინც უნდა ვთქვა ასეთ რაღაცა, რომ რამდენი ადამიანიც ვართ, იმდენი აზრი არსებობს, ხო? მე მაინტერესებს აი როგორც თქვენ თქვით, აი ამ უწყინარ ჩახუტებაზე, რამდენი ხანი საუბრობთ, დაახლოებით ალბათ 20 წუთის განმავლობაში და სასაუბრო კიდევ ბევრი იქნება, ხო? საინტერესო არის როგორ აღიქვამს ჩვენს დიალოგს ის მაყურებელი, რომელიც ახლა გვიყურებს და რას იფიქრებს. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ მე ჩემს შულს როდის ჩავეხუტები, ამის როდის ჩავეხუტები, ეს ახლა თქვენი გადასაწყვეტი არ არის ეს ჩემი. ჩემ მეგობარს კითხავ თუ არა ხელფასი რამდენი აქვს, ესეც მისაღებია, იმიტომ რომ მათი აზრია და ყველა ადამიანის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით უფრო მეტად, მიხვდებით, რომ ეს რაღაცა ერთი საკუთარი თავისთვის არის მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენს ემოციურ განვითარებაზე და ასე შემდეგ. თირათი, მადლობა მორიგი საინტერესო დიალოგისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ინკლუზიური განვითარების სპეციალისტი თინა თინგობაძე, რომელსაც ახლა დავემშვიდობებით და სულ დაბრუნდებით ისე. ძალიან საინტერესო თემა იყო სოფო. კი, ნამდვილად და სხვათა შორის არ მეგონა თუ შეიძლება ამდენი ისაუბრო ჩახუტებაზე. კარგით, ახლა გადავიდეთ მორიგ საინტერესო თემაზე. საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ხო? ხო, დიახ. მე მაინტერესებს არსებობს ადამიანები, აი მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი ახლა რო ვთქვა, მე შემთხვევაში, იმიტომ რომ გაქვს ბევრი პროფესია. პაატასაც მე ვარ ერთადერთი ორი პროფესიით, ანუ ვარ ჟურნალისტი და ვარ დედა, ანუ დედობას ხო პროფესია, ხო შევთავხდით ჩვენ ამაზე. კი ბატონო. ყველაზე დიდი პროფესია ეგ არის. კი ბატონო და ყველაზე რთული შეიძლება ითქვას. ვიცი, მამა პროფესია არის? კი, ნუ მე ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, თქვენ ჩვენზე რთული. ანუ მაინტერესებს უბრალოდ, რომ მაშინ რა პროფესია დაკავებული პროფესია მაინც. ხო, საინტერესო არის აი ადამიანებს, რომლებსაც უამრავი პროფესია აქვთ, როგორ ახერხებენ ამ ყველაფრის შეთავსებას პირად ცხოვრებასთან, იმიტომ რომ ძალიან რთულია რაღაცა დააბალანსო სამსახური და ოჯახი, განსაკუთრებით ახლა დღევანდელი ცხოვრება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ ვიყოთ მხოლოდ რაღაცა ერთი კონკრეტული საქმით დაკავებული, შეგვიძლია რომ სახლიდან გაუსვლელადაც ვიმუშაოთ, ასევე გარეთაც ვიმუშაოთ და თქონდეს 2, 3, 4 სამსახური, მაგრამ ვახერხებთ თუ არა რაღაცა იმ შუალედის პოვნას, რომლის საშუალებითაც სამსახურშიც კარგები ვიქნებით და პირადი ცხოვრებაც აწყობილი გვექნება, აი ეს მე მგონი რაღაცნაირად რთული არის, თუმცა არსებობს ადამიანები, რომლებიც ამას არაჩვეულებრივად ახერხებენ, აი როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს, ეს უკვე საკითხავია და ამაზე მსჯელობა შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება მე მაგალითად ხანდახან მაქვს ისეთი მომენტები და ალბათ ყველა ადამიანს, როდესაც სახლამდეც მიმყვება სამსახური და სახლიდან წამოღებული ჩემი მდგომარეობა სამსახურშიც მომყვება და ეს ყველაფერი მე ამ ყველაფერმა შეიძლება თუ უარყოფითი თუ ისევები არა, ხო, უფრო უარყოფითი შედეგები მიმაქვს იქით-აქეთ, შეიძლება რომ ამრიოს, დამრიოს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. მოკლედ, აი ასეთ საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ ახლა ჩვენ საუბარი და უნდა მოვიწვიოთ ელა მშვიდობაძე, კონტენტ კრეატორი და PR მენეჯერი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით, მოგესალმებით. პირველში მაინტერესებს რამდენი სპეციალობა გაქვთ, პროფესია. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მადლობა, რომ ამ თემას შეეხეთ და მეც მომეცა საშუალება, რომ ვისაუბრო ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად პროფესიით ვარ ექთანი, მაგრამ მე არ წავედი ამ პროფესიით, რა თქმა უნდა, ვარ ლაივ წამყვანი, ვარ PR მენეჯერი და ასევე ვლოგერი. და ბოდიშით სუპირად სივრცეში ვიშრები ხართ თუ არა დაოჯახე. მეთქი ხელფასი რამდენი გაქვს გითხარ. დიახ, ვარ დაოჯახებული და ვარ 2 უმაგრესი ვაჟის დედა. აჰა, ნიშანი. დიახ, 8 წლის და 3 წლის და კარგით, მაშინ მოდით და გადავიდეთ ახლა მთავარ საკითხზე. როგორ ახერხებთ სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ბალანსის პოვნას? რა ხერხებით? თავდაპირველად ეს ყველაფერი არის ცოტა რთული, მაგრამ როცა ის რაც გინდა იღწვე იმის გასაკეთებლად, ყველაფერი მარტივდება. მაგრამ გზა დასაწყისი არის ძალიან რთული, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ დაბრკოლებებით სავსე.
მაგრამ აი რაც გვინდა იმას როცა ვაკეთებთ და ვიწყებთ იმის კეთებას, მე უკვე გვიმარტივდება ყველაფრის კეთება. ის დედობაც, ის რომ კარგი თანამშრომელი ვიყოთ იმ სფეროში და თქვენი სამსახური განრიგიანია, დაუშვათ აი დილას 9-ზე დგებით და 6-მდე მუშაობთ, ანუ როგორია ესეთ გრაფიკი და ოჯახს სპეციალურად რამე დრო ეთმობა, დაუშვათ 6-დან 8-მდე, აი თქვენ ერთად ვარ და მე ანუ დასუსტებული გაქვთ თუ ექსპრომტად ხდება ხოლმე, აი დრო დამრჩა და ეხა ოჯახის წევრებთან ერთად. საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა, ჩემთვის საინტერესოა. ნამდვილად. უპირველეს ყოვლისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სამსახური მაქვს, პირველ რიგში ჩემი ოჯახი არის წინ. რაღაც ესე გათვლილი დრო არ მაქვს, რომ დილით 6-ზე უნდა ავდგე ყველაფერი, არა. 9-ზე ვდგები, ბავშვები უპირველეს ყოვლისა მოვამზადო, გამოკვებილი მყავდეს, გაუშვა ერთი ბაღში, მეორე სკოლაში და ამის შემდეგ უკვე მე მაქვს დრო, რომელიც ვიცი რომ ერთ სამსახურში უნდა წავიდე დაუთმო 2 საათი, მეორეში და ყოველი დღე ესე მაქვს გათვლილი. რაიმე, ან მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მე ვიპოვე ის საქმიანობა, რომელიც არ დააკნინებს, ესე ვთქვათ, ჩემ დედობას და გინდა თუ არ გინდა მომწყვიტავს იმ გარკვეულ დროს და ვიქნები გასაქცევი და აქეთ დამრჩება თუნდაც საქმე, თუნდაც საჭმელი გასაკეთებელი არა, რატომღაც აი ესე დავაბალანსე, უფრო სწრაფად გამომდის ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცი რომ აი ეს უნდა გავაკეთო, ესე უნდა გავაკეთო და მე სამსახური ამ პირიქით. ეს უნარი არ გამომუშავდება აი ამ ასაკში ხოლმე, ეს ბავშვობიდან არის, თან დაყოლილი ან მშობლის მიერ, ან თვითონ თქვენში აი ყველაფერი, აი თქვენი ბავშვობა რო შეადაროთ ახლანდელ ცხოვრებას. იყავით თუ არა ესეთი მოწესრიგებული, გეგმავდით თუ არა ესე ყველაფერს და იმიტომაც გიმარტივდებათ, ეხა იმიტომ რომ ჩვენ უნდა აღღნიშნოთ, ესე მარტივია მართლა საუბარი, მაგრამ არის ადამიანები უნდათ, მაგრამ ფიზიკურად ვიღაცას ამის ენერგია არ აქვს, ამის შნო არ აქვს. ეხა მეც ბევრი რაღაცა მინდა ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცა არ გამომდის. მე რომ მოკლე მუსიკოსი ვერ გამოვალ, იმიტომ რომ არ მაქვს ამის ნიჭი და არც მიმუშავია. თავიდან, ანუ ბავშვობაში არა, არც შემდეგ პერიოდში სტუდენტობაში არ მქონია იმის რაღაცა მოთხოვნილება, რომ აი ყოფილიყავი ესეთი აქტიური. მაგრამ როცა გავხდი დედა, როცა ანუ ჩავიკეტე სახლში და მომიწია ის რომ მარტო დედა ყოფილიყავი, ამდგარიყავი დილით, გამერეცხა ჭურჭელი, გამეკეთებინა საჭმელი, აი გამესეინებინა, ანუ მე ჩემს თავს უთხარი რომ შეწყვიტე ამის კეთება და გააკეთე ისეთი რაღაცა, რაც შენ შვილებს მეტად გამოადგება ცხოვრებაში. კი მესმის, გასაგებია რომ საჭიროა რომ ყველაფერი გააკეთო და სახლში იდეალურად სუფთად გქონდეს ყველაფერი, საჭმელი თავის დროზე ორ ქვაბში გაკეთებული, მაგრამ შენ შვილს ის უფრო ჭირდება რომ დაინახოს რომ მისი მშობელი არის დასაქმებული, მისი მშობელი რეალიზებული, მისი მშობელი იღწვის რაღაცისთვის. ამ დროს ჩემმა შვილმა 8 წლის შვილმა დაინახა რომ დედა, აი მეც დამიტოვე გასაკეთებელი. მაგალითად, რაღაცას რო ვაკეთებდი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყველაფერი მაქვს ნაცადი. აი ყველა ბიზნეს შევხები ვარ, აი ყველაფერი მიცდია და დედა მეც დამიტოვე ცოტა ხანი, რომ მეც ხო უნდა გავაკეთო ესო. მე მინდა რომ მხოლოდ დედა არ ვიყო, მხოლოდ მისთვის ჭურჭლის რეცხავი ან საჭმლის მკეთებელი დედა არ ვიყო. მინდა რომ რაღაცა გავუკეთო ისეთი რომ ანუ მხოლოდ დიასახლისი არ იყოთ, თუმცა ამაშიც არაფერია ცუდი, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დიდი და როგორც მე დასაფავდით, რთული პასუხისგებლობა. ვიყავი ამ პერიოდში და 8 წელი ახსენეთ ხო, 8 წლის შვილმა შეამჩნია, ანუ 8 წელი იყავით ამ მდგომარეობაში? 8 წელი არა, სადღაც 3 წელი და მე, ანუ მეორე შვილი რო დაიბადა და გახდა 2 წლის, მეთქი უკვე რაღაცა უნდა გააკეთო და აი ჩემი შვილიც კი რაღაცა ისე უნდა რომ გააკეთოს, იმდენად მიყვება ამ მეცმინდა ვიდეოების ჩაწერა, რაღაცა მასაც უნდა რომ გახდეს. აი ეხალისება რო ცნობენ და ვფიქრობ რომ ჩემი კარიერა მას დაეხმარება იმაში რომ თვითონ რო წამოიზრდება, მასაც ენდომება რომ რაღაცა გააკეთოს. მანაც ესე ვთქვათ იყოს წარმატებული ან მანაც რაღაც საქმე იპოვოს თავისი და ყველაზე მთავარი შენი შვილისთვის ყველაზე საუკეთესო მაგალითი ხარ შენ, რომელსაც ხედავს ყველანაირად მოწესრიგებულს, რომელიც ასწრებს ყველაფერს სახლშიც და სამსახურშიც და დიდი ალბათობით ისიც შენს გზაზე წამოვა ალბათ. თუ ვამბობთ ავხდებით იმაზე, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაზე საუკეთესო მაგალითები ჩვენ ვართ, ანუ აქ ცოტა მომბაძველობითი
ის ერთვებად ხოლმე ბავშვებს. იცი რა მაინტერესებს ელა, თუ გქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც აი მაგალითად სამსახურში არსებული უარყოფითი მდგომარეობა ვითარება სახლშიც მოყვება. თუ არ გქონია საინტერესოა როგორ ართმევ ამ ყველაფერს თავს რა იქ მომხდარი ამბავი დატოვო იქ და არ გაგყვეს სახლში თუ გქონია ასევე მაინტერესებს როგორ ახერხებ ამ ყველაფრის დაბალანსებას კი ბატონო, ანუ და პირიქითაც, ანუ მაგალითად სახლში თქვა დაიღალე რაღაცა ოჯახური სიტუაციებიდან გამომდინარე დაღლილი ხარ, აღარ გაქვს მაგალითად სამსახურის თავი და აი როგორ ახერხებ ოქროს შუალედის მოძებნას. კი ბატონო, ანუ არ ვიცი როგორ გამომდის, ეს თავისთავად მოვიდა ცხოვრების აი ამ ეტაპზე, სადაც ეხლა ვარ. 6 უფროსი მყავს. 6 უფროსი და ანუ არც ერთთან ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში ყველა მათგანს რომ ძალიან მიგებენ. არც ერთთან არ მქონია ისეთის რომ აი მე მაგვიანდება. ეხლაც მაგვიანდება და პირდაპირ ეთერში რომ მოვიდოდი, იმიტომ რომ ბავშვები დამეტოვებინა ისე როგორც საჭირო. არასდროს არ მქონია რომ აი რატო აგვიანებ 5 წუთს ან რატო მიდიხარ 5 წუთით ადრე. იმიტომ რომ შეიძლება მე მივიდე 1 საათით, ვიყო ორიენტირებული იმ საქმეზე, აი ვთიშავ ყველანაირ ესე ვთქვათ, რა ხდება ოჯახში, ანუ რა პრობლემით გამოვედი ოჯახიდან. და აი იმ საათს 1 საათი იქნება თუ 2 საათი ვუთმობ სამსახურს. ასევე ვარ სახლში რომ მივდივარ სამსახურიდან, მოვრჩი, всё, გავაკეთე ის საქმე, რაც სამსახურში მევალებოდა, წამოვედი სახლში, დამხვდა ჭურჭელი გასარეცხი თუ საჭმელი გასაკეთებელი, ეს ყოველდღიურობაა ჩემი. აი შეიძლება იმ ყველაფერს როგორც მე მინდა ესე ხარისხანად ვერ ვაკეთებდე სახლში, მაგრამ მე როცა ამიყვანა ადამიანმა დამაკისრა ვალდებულება, აი იმას 100%-ით ვუკეთებ, მაგრამ ჭურჭელი გაირეცხება, საჭმელიც გაკეთდება, მაგრამ პირველ რიგში, ანუ ბავშვებიც გაიზრდება. პასუხისგებლობის გზნობა გაქვს ძალიან მაღალი. ამას ქვია პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ადამიანებს ჩემი დაკვირვებით ვაღმოვაჩინა ეს გზნობა რომ არ გააჩნიათ, ვერც საქმეს აკეთებენ, ვერც დროულად მიდიან და ნუ ვერაფერში წინ ვერ მიდიან სამწუხაროდ. და ეს ბავშვებიდან მოდის. ეს არ არსებობს, ხა 20 წლის და 25 წლის მერე ისწავლოს ადამიანმა. ეს თქვენ გავგთ ბავშვებიდან და იმიტომ ართმევთ და ლავირებას ახდენთ ამდენი სამსახურის და ოჯახის ერთად. კი ბატონო. კი, მეც მქონია ხა და ჩამაფიქრე, მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ აი დედა ჩემი თუ ასწრებდა, მე რატო ვერ ვასწრებ თან დღევანდელ ცხოვრებაში, ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებ. აი რაღაცა რო არ გამომდის მაგალითად და ერთი საქმეც საერთოდ ჩემ შემთხვევაში ასე აღარ, როდესაც უამრავ საქმეს ერთად ვეჭიდები, საბოლოოდ არც ერთი არ გამომდის ხოლმე ნორმალურად და აი ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ რას ვაკეთებ არასწორს, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანმა რაღაცნაირად საკუთარ თავში, აი როგორც შენ ახსენე, არ იპოვოს ის რაღაცა ძალა, რომ დააბალანსოს სამსახურს გავდეს, ოჯახი ოჯახს გავდეს და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ისეთი შეწყმადი იყოს, რომ ყველგან ყველაფერი კარგად იყოს. შემჩნევასაც ეხება ეხა სოფამ რო თქვა, წარმოვიდგინეთ ეხა მე მაქვს სპექტაკლი. და ვარ ძალიან ცუდ ხასიათზე, ან მაქვს რამე პრობლემა. აი ბავშვებიდან ისე აღზრდილი ვარ ზუსტად, იმიტომ რომ ხელოვნებაში ვიყავ ის, რომ კარებს რომ მოიხურავ, გარეთ დავებ პრობლემას, საბალეტო სკოლაში მეუნებიან, შემოდიხარ აკეთებ შესაქმეს. ანუ მე, როდესაც მსახიობი ვარ და სცენაზე ვთამაშობ, მე არანაირი უფლება არ მაქვს, ჩემი პრობლემა მოვიტანო მაყურებლამდე. ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სადაც ვკეტავთ სტრესს. და შევდივართ და რამოდენიმე საათით გადავერთვებით. ნუ რა თქმა უნდა, არა ვართ ეხა რობოტები და ეს ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროფესიონალი ადამიანები ამას ახერხებენ და არ ემჩნევათ. შეგვიძლია შევიმჩნევოთ მეგობართან, ფსიქოლოგთან, სახლში, მაგრამ არა სამსახურში, სადაც ძალიან დიდი პასუხისგებლობა გვაკისრია. საინტერესოა პაატა როგორ არის, აი მაგალითად სამსახურში რომ არა, ჩემს კარში უბერავს. ჩემს კარში ჩვეულებრივად უბერავს, მასზე მე არ შემიძლია რომ ეს კარი მოუხურო და კარგად არა, ჩვეულებრივად მომაქვს. მიყვება ხოლმე. ანუ ცოტა რომ ხარ შენ ეთერში გეტყობა? აქაც მეტყობა და ჩვენ ვერ გამჩნევთ მაშინაც მეტყობა და რა ვიცი, ტვერსას რუც ვარ ემონტებ, მაშინაც მეტყობა. საფო მე და ესე იგი პაატა რო თვალს დაახამხამებს, უნდა მივხვდეთ ან კარგ ხასიათზე, ან ცუდ ხასიათზე ფსიქოლოგმა რო ახსნა. ბავშვის მდგომარეობა ისე. არ გეტყობა პაატა, მინდა გითხრა. მადლობა.
ნამდვილად არ გეტყობა ეთერში, ვერასდროს ვერ ხვდები. ანუ ახლა უკვე ჩვენ არ გვაქვს ფოკუსი. შორის თუმარი ხართ. კიდე რა მოგიხარ? პატა, როგორ ახერხებთ იყოთ კარგი მამა, იყოთ რამოდენიმე პროფესიაში, რა არის რამოდენიმე პროფესიაში. მადლობა, მე რაღაცნაირად დაუთოთ ერთმანეთს თვითონ ეთერი, რა თქმა უნდა, კაცო. მე მაინტერესებს მაგალითად, აი განრიგი თქვით, რომ ნუ პრინციპში ისეთი არ არის, მაგრამ მე მაინც აღნიშნეთ, რომ დილას 9-ზე ვდგები, ანუ მაინც გქონიათ რაღაცნაირი განრიგი. შეიძლება ამას არ აღიარებ, მაგრამ გაქვთ. აი, რა გულისყურით დილით 9-ზე კითხება საინტერესო რომელ საათზე იწინებს? აი ეს ძალიან კარგი კითხვა. ეს არის ძალიან კარგი. ეს არის ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ლაივიდან რომ მოვდივარ, უკვე სადღაც 12 საათია. აი მე ჩემ მეუღლეს უდიდესი მადლობა, ყველანაირად ცდილობს რომ შემიმსუბუქოს ეს ჩემი ასე ვთქვათ ცხოვრების ეს ქაოსი, მაგრამ რომ მოვდივარ, მაინც მიწევს რომ დავალაგო ის რაც ბავშვებმა ერთი სიტყვით ამირიეს იმ მომენტში, როცა მე არ ვიყავი, მიწევს გვიან ამ ყველაფრის მოწესრიგება. შესაბამისად ძალიან გვიან მიწევს დაძინება. და შემდეგ ყოფნით ძილი? ანუ მანამდე სტუმარი ყავდა სხვადასხვა საერთოდ მაგას მოხვედით თუ არა, რომელიც ამბობდა, რომ ძალიან ბევრი პრობლემის, ასე ვთქვათ, წინაპირობა არის ქრონიკული უძილობა. კი ბატონო, არასდროს არ მყოფნის ძილი და დილით რომ პატარა მოდის და ძალით რომ აღვიძებს მეთქი ცოტა ხანი, აი 5 წუთი და მშია, ესე მოდის ხოლმე. დედა, ადექი მშია, ეგრევე ეს. კარგით, მაშინ მე მაინტერესებს ახლა ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. შეგინიშნათ თუ არა თქვენი შვილებისთვის, რომ აქვთ დანაკლისი თქვენი? არასდროს, იმიტომ რომ როდესაც სახლში ვარ და აი იმ კონკრეტულ ვიდეოს მონტაჟს გულისხმობ, მე უმეტეს დროს სახლშიც რო ვატარებ, მიწევს რომ სხვადასხვა კომპანიებისთვის ვიდეოები ვამონტაჟო, ხო? აი როცა იმას გავაკეთებ და თან მარტივად გამომდის ძალიან და უცებ რა ვიცი, აი მე ვარ უკვე მათთან. ვარ დედა, რომელსაც შეუძლია რომ ჩაჯდეს, მანქანებით ეთამაშოს, მათ საერთოდ იკითხოს, აი მოვუსმინო თან ჩემ შვილს, რა პრობლემები აქვს, რაიმე მაგალითად სკოლიდან რომ მოვავკითხო დღეს რა ხდებოდა, აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ სკოლიდან მოსულს არ კითხავ მაგალითად რომ აი რამე ხო არ გინდა, აი რამე ხო არ მოხდა, ან პატარას არ დაჯდები და არ ეთამაშებ და არ მოусმენ, აი მაგ დროს მე უკვე მექნება დედი, როგორ გძნობთ ხოლმე დედები ცუდად თავს იცი, თუ ხდებით რომ რაღაცას მათთვის ვერ ვაკეთებთ. მაგრამ აი პირველ რიგში მინდა რომ ვიყო მათი ტოლი, ესე ვთქვათ, ვეთამაშო მათ და სადღაც ბავშვობაში რაც მე მაკლდა, იმიტომ რომ ჩემი მშობლებიც მაგალითად საქმეების გამო ვერ ახერხებდნენ იმას, რომ ყოფილიყვნენ ჩემთან ერთად პატარა. მე ვცდილობ, რომ გიორგისთან ერთად ვიყო პატარა და მაქსიმალურად. კი ბატონო, ესე იგი, ახლა რო გისმენ, ხომ რჩება ესეთი შთაბეჭდილება, თან ძალიან ლოგიკური შთაბეჭდილება, რომ იდეალურად გაქვს აწყობილი დღის განრიგი, როგორც სამსახურში, ასევე სახლში, ხო? მაშინ მაინტერესებს, როდის ისვენებ და როდის გაქვს შენი პირადი სივრცე, აი საკუთარ თავთან. ან მეგობრებთან ერთად როდის ატარებ? ყოველდღე 29 თებერვალს. როგორ ატარებ? რომელიც ძალიან აუცილებელია განსაკუთრებით შენაირი ადამიანებისთვის. კი ბატონო, ანუ თორემ ხარ დაკავებული. ხდება ისე რომ მაგალითად მინდა რომ წავიდე დღეს მეგობრებთან ერთად. აი დამირეკავე რომ წამოდი და სულ მლანძღავე ხოლმე. შენ არ ცალია არასდროს? შენ ამას არასდროს არ ცალია. აი სულ გოგოები რომ იკრიბებიან ხოლმე, თან მე ჩემს გარეშეც არ მიდიან, მელოდებიან ხოლმე. და რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, რომ აი დედიკოებს, რომლებიც სახლში ზიან და ეხა ყოველთვის აუდიტორიას, რომელიც მყავს და მე ჩემ ყოველდღიურობას უზიარებ, მათ ვერ მოვატყუებ. ყველაფერი ერთად რო იყო დედაც, კონდეს სამსახურიც და კარგი მეგობარიც იყო, რთულია ცოტა რა. აი რაღაცაში მაინც უნდა თქვა უარი. და ძალიან იშვიათად მაქვს იმის დრო, რომ მე ესე ვთქვათ, გავერთო ან წავიდე და რაღაც მეგობრებთან მაგრამ არის ხდება ხოლმე. აი ის ერთიც მყოფნის რა, რაღაც დროის განმავლობაში რომ წავალ და განვითარდა. თუმცა ძილი მოსაგვარებელი გაქვთ. ძილი აუცილებელი. მაგრამ შეიძლება თქვენი საქმე იმდენად გიყვართ, რომ იქ იფსებით და იქ იღებთ სიამოვნებას და აი აქ ხდება ზუსტად ბალანსი ამ ყველაფრის. კი ბატონო, აი რამდენიც არ უნდა დამემატოს და რამდენმა კომპანიაც არ უნდა დამერეკოს, უარს ვერ ვამბობ. აი მინდა რომ მაქსიმალისტი ხარ. აი კი ძალიან მაქსიმალისტი ვარ და მინდა რომ ყველას გადავწყვეტ. თანაც მინდა ყოველთვის აი მას ვცდილობ, რომ
აი არ ვიყო ისეთი რა, აი ყველაფერს მოვედო და ვიღაცას რაღაცა არ გაუკეთო, არა. თუ ავიღებ თავზე, მინდა რომ მაქსიმალურად ის იყოს ჩემი თქმა. ანუ მეშვიდებ სამსახურსაც ელოდები. კი ბატონო, რატომაც არა. იქნება მორიგი შემოთავაზება მისთვის სირთულე, კი ბატონო. მადლობა. დღევანდელი სტუმრობისთვის გისურვებთ წარმატებას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან სფეროში და რა ვიცი, კიდევ მეტი განვითარება, რა ვიცი, რაღა ვუსურვოთ მეტი. მე არაფერი. უფრო მეტი დრო დაუთმე საკუთარ თავს, ჩემგან ეს რჩება. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მოკლედ ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ, ისეთი გულისხმობით ვუსმენ ჩვენს რესპონდენტებს, რომ თავს სწავლობ პარალელურად აი ამ ყველაფერს თითოეული რესპონდენტიდან. სხვადასხვა სულ მაინტერესებდა სიტყვა გულისხმური, ჩვენთან უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე რენტგენის საშუალების გულს ყურებს აღმოაჩენდით თუ არა? არა, მართლა გულს აქვს ყური. ორი ნაწილი აქვს, რომელსაც გულის ყურებს ეძახიან და ეგ მაინტერესებს, ეგ ფრაზა მერე გაჩნდა, როდესაც ეგ აღმოაჩინეს, ასე ვთქვათ, ხელოვანებმა და ექიმებმა თუ მანამდე. ქართველებმა ვიწინასწარმეტყველეთ, რომ გულის ყურები ექნებოდა. მე გადახედე და ზუსტად ვიცი, რომ პასუხი გექნება მაგ ინფორმაციაზე. მოკლედ ძალიან ბევრი აქტივობა გავაშუქეთ შარშან. წელსაც ძალიან ბევრი აქტივობაა და ერთ-ერთი კიდევ ძალიან საინტერესო აქტივობა ცოდნის სივრცე, აჭარის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების მე-11-მე-12 კლასელი მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურს თემაზე ცოდნის სიმდიდრე. აი ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ეხლა ჩემო კოლეგებო, მოვიწვევ სტუდიაში მარინა აბაშიძეს, ცოდნის სივრცის დამფუძნებელს და თენგო დოლიძეს, საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერს. შევადრებშვიდობის, მოვბრძანდით. კიდევ ერთი კარგი სიახლე გაქვთ, როგორც ყოველთვის მთელი წლის განმავლობაში შარშან თენგო უამრავი სიახლით მოდიოდა, უამრავი აქტივობით და ეხლაც ასეა და გისმენთ, გაგვიზიარეთ. დავხრათ, როგორ დაუბრუნდეთ სკოლის პერიოდში, მითხარი მერი. თქვენთვისაც მოვიფიქრებთ აუცილებლად. ჩვენთვისაც მოვიწვევთ. ეს იყო ჩემი მიზანი. ველოდებით, დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეხმარებით. ჩვენი ხმა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა პრინციპში იმის, რომ როდესაც ადამიანები ერთიანდებიან, ძალიან ბევრი რამე ხდება შესაძლებელი და ამ კონკურსით ძალიან ბევრ ახალგაზრდას მივცემთ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებითაც გამოცანონ საკუთარი უნარები და კონკურსში გამარჯვება რომ გმატებს თავდაჯერებულობას, ამას ჩვენ ერთხელ კიდევ ყველა გავიზიარებთ. გვაქვს ძალიან საინტერესო პრიზები, რამოდენიმე მათგანს мотиваციისთვის აუცილებლად ცოტა მოგვიანებით ჩამოვთვლით კიდეც და რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ არის მთელი მიმდინარე თვის და შემდეგი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ ახალგაზრდებს. ჩვენ მუშაობთ პრინციპში 5 წლიდან, ბავშვების ასაკიდან და ეს ზღვარი არ სრულდება, იმიტომ რომ ცოდნის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ასაკში. სოფო, ესე იგი ჩვენთვისაც მოამზადებს თენგო რაიმე საინტერესო აქტივობას. ქალბატონო მარინა, როგორც ვიცით, აპლიკაციების მიღება 24 თებერვლამდეა. საინტერესოა, რამდენი აპლიკაცია შემოვიდა, როგორ არის აქტიურობა, წლიდან წლამდე როგორ იზრდება ეს ყველაფერი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ინტერესებისთვის. მოდით მე ესე გადავწყვიტე მოსვლამდე თქვენთან, რომ აუცილებლად მე და თენგო რო ეხლა აქ ვსხედვართ თქვენთან და მშვიდად ვართ მოსულები, ჩვენს უკან ძალიან დიდი გუნდი დგას. გუნდი ცოდნის სივრცის, უნიბათუმის უნიკალური პედაგოგების, მასწავლებლებისა, რომლებიც ამ ყველაფერს წარმართავენ პროფესიონალურად, სერტიფიცირებული მენტორი, დამწყები პედაგოგები, უნიკალური ადამიანები, ჩვენს ცოდნის სივრცეს უნიბათუმი ქვია. იმიტომ რომ უნიკალური ადამიანების, პროფესიონალების და უნიკალური იდეების, ახალგაზრდების მაძიებელთა ადგილია ცოდნის სივრცე. საინტერესო სახელია, ვინ მოიფიქრა? ერთად მოვიფიქრეთ სხვათა შორის გუნდში.
კი, ერთად მოვიფიქრეთ. ძალიან ისეთი სამოტივაციოც არის და აი რაღაცა უნიკალური ადამიანი, უნიკალური მასწავლებლები ძალიან კარგია. უნიკალური სივრცე. კი, აუცილებლად უნდა გავაგრძელო ეს პათოსი, ქალბატონო მარინა. ჩვენ გვინდა რომ ადამიანებს მივცეთ განცდა და შეგრძნება საკუთარ თავში თავად აღმოაჩინონ განვითარების პოტენციალი. ეს არის მთავარი კონცეფცია. ჩვენ არ ვართ იმ ადამიანებს, იმ პედაგოგთა ვთქვათ, ხას არ განვეკუთვნებით, რომლებიც მიგვითითებენ რა სად დავუშვით შეცდომა, რა იყო არასწორი. ადამიანებს ეს ძალიან ცუდად მოქმედებს და უდებს მოტივაციას, ხომ? ჩვენ პირიქით გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ გზაზე, რომელსაც ცოდნის მოპოვების, გამდიდრების, გაღრმავების გზა ქვია, რომელიც არის უსასრულო, ძალიან დიდი და ფართო და ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ ამ ამბავში. მივცეთ, როგორც თქვენ თქვით, მოტივაცია, ძალა და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით, მაგალითად, ვიხმიანებით სოფლიო მნიშვნელობის თარიღებს, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვისაც და ასე შემდეგ და ამ არაფორმალური განათლების მიმართულებითაც ვცდილობთ როგორც გუნდის, ასევე ახალგაზრდების თვითშეგნების, თვითშემეცნების და ამ მიმართულებით მათი განვითარების არა მარტო ინფორმაცია არ შემოვისაზღვრებით, არ შემოვიფარგლებით დისციპლინის სწავლით, როგორც თქვა, აი კონკრეტული ერთი დისციპლინის ინფორმაციის მიწოდების ადგილი არ არის. აი საკუთარ თავში აღმოაჩენენ, მოტივაცია უჩნდებათ, ფიქრს იწყებენ. ეხა უნიკალური მასწავლებლები რო ეყოლებათ ერთად აბარასიზამ. ფინურ მოდელს გავუტოლდეთ სკოლაში. ანუ იქაც ხო ასე სწავლობენ მოვლენების გარშემო მიდის ყველა ასე ვთქვათ მიმდინარეობის სწავლა. მათემატიკიდან დაწყებული, ბუნების მეტყველებამდე დამთავრებული და იქნებ ამ შეთავსებით საბოლოოდ სკოლებმა წაიღონ და აღარ დაგჭირდეს. ჩვენ მოდი ჩვენ საიდუმლოს გავამხელოთ. აი დავაანონსოთ. დიდი მადლობა. ძალიან გამომძებელ დეტექტივი. ძალიან ხშირად ვიყენებთ სიტყვას და მდგომარეობას, რომელიც აღწერს ადამიანის ბედნიერებას. როგორ ხარ ბედნიერი ვარ. ეს სიტყვა ძალიან ხშირად ჟღერდება ჩვენთან, ჩვენს გუნდში, რაც თავის მხრივ ბუნებრივია სასიამოვნო განწყობას ქმნის და ჩვენ და არის გადამდები კი, როდესაც ადამიანები ბედნიერები არიან, თავს გრძნობენ მნიშვნელოვნად საქმის ხარისხით, შესრულების ხარისხით, ბუნებრივია იზრდება, ხომ და მე მას შემდეგ რაც ქალბატონი მარინა გავიცანი და ამ სივრცეში აღმოჩნდი, მივხვდი რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებულ თაობასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ესენი არიან ადამიანები, 16-15 წლის ადამიანები, რომლებიც უკვე იციან რა უნდათ ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ და ეს პროცესი აღმოჩნდა რომ არის ორმხრივი, ანუ ჩვენ მათგანაც ვსწავლობთ ძალიან ბევრ რაღაცას, მათ ჰქონდათ ასეთი გამოძახილი შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით ციფრულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში და ჩვენ ძალიან მალე გვექნება ვირტუალური სათვალეებით ახალი პროგრამები, რომლებიც იქნება ხელმისაწვდომი ცხადია ყველასთვის, მაგალითისთვის, რომ გითხრათ, როგორ მოვიაზრებთ. ჩვენ გასულ შაბათს 8 თებერვალს გამოვეხმაურეთ ერთ-ერთ მთავარ თარიღს, ხო, დავითობას და მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. საინფორმაციო საათი, სადაც ვისაუბრეთ ბუნებრივია დიდი ქართველი მეფის სტრატეგიებზე, მქონდა მე შემდგომ რეფორმებზე, მსჯელობა, დისკუსია თავის მხრივ ქალბატონ მარინამ როგორც ფილოლოგმა გვესაუბრა მის ლიტერატურულ გალობანის სინანულისანი განვიხილეთ. ამ ყველაფერს დაემატება უკვე ციფრული ტექნოლოგიების ზეგავლენა, ცხადია ხელოვნური ინტელექტის კომპონენტსაც ჩავრთავთ და რასაც თეორიულად განვიხილავთ და ვისაუბრებთ, ამის ნახვა ვირტუალური სათვალეებითაც იქნება შესაძლებელი. ესეთი გადამდები ღიმილით გისმენთ, წარმოვიდგინო რომ ვარ პატარა, ანუ იმასაკთან შედარებით როგორც და როგორი სამოტივაციოა ეს ყველაფერი და ესეთი პედაგოგი რომ ეყოლებოდა, ალბათ კიდევ უფრო ორმაგად დაინტერესებული ვიქნებოდი რომ ჩემი ცოდნა ამემაღლებინა და ბედნიერები არიან ეს ბავშვები. ნამდვილად რომ ესეთი გარემო აქვთ, რომ ყავს პედაგოგები, რომლებსაც არ აქვთ ერთი უნარი მხოლოდ. აქვს მრავალმხრივი ადამიანები არიან, მღერიან, ქართულის გაკვეთილზე უცებ შეიძლება სიმღერის ხმა,
რა ვიცი, რუსულ ენასაც სწავლობენ, ინგლისურ ენას, ენებს სწავლობთ, თურქულს. შეიძლება სიმღერის ხმა გამოვიდეს გაკვეთილიდან, შეიძლება მრავალმხრივი უნარები აქვთ პედაგოგებს, საინტერესო, უნიკალურები არიან, მართლა. მობრძანდით. ამიტომაც არის ამ თაობისთვის ძალიან საინტერესო და როგორც ახსენეთ, ჩართულობა ამიტომაც არის, იმიტომ რომ მხოლოდ მე აი მაგალითად რო ვიყო ხა პედაგოგი და ვაწვდიდე იმ საგანს, არ შევალამაზო, აი მსახიობის ოსტატობა არ შემოვიტანო, იქ არ წაუმღერო, არ ვითამაშო, ალბათ მოსაწყენი იქნება, იმიტომ რომ ეხლა მოზარდებისთვის ხო სულ სწავლა და პლუს ციფრული. სკოლაც კი რო 11 წელია, წამოდი ვაიმე 11 წელი დავდგეთ და ისე უნდა 12, ისე უნდა მივაწოდოთ ეს ყველაფერი. ჩემ ბავშვობაში ხო 11 პლანეტ მაგიტომაც დავასწორდა. და ხან მოვიწდება ჩემშიც რომ დედა 5-იანი არა დედა 10-იანი ხო მიიღე მეთქი. ხო და ამიტომ აი ძალიან კარგია. ჩვენ იმასაც ვსაუბრობდით, რომ ცნობიერება ისე ამაღლდა, რომ ჩვენს ბავშვობაში ფსიქოლოგიაც არ იყო, ესეთი მიდგომაც არ იყო და მაინც ვახერხებდით ამ ყველაფერს და მოვედით აქამდე, მაგრამ ესე რომ მინდორველი რომ ესეა, ეხა მოფენილი და შეგიძლია იმღერო კიდევაც, ითამაშო კიდევაც, ფერადი წიგნები იყოს, ციფრული სწავლება იყოს, რა ვიცი, აი ძალიან გამარტივებულია და ალბათ გაუღვივდებათ ცოდნის მიმართ ინტერესი. და ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივია ჩვენ ვამატებთ ამ ტიპის კონკურსებს იმისათვის რომ მათ მივცეთ დამატებითი мотиваცია. ბუნებრივია კონკურსს აქვს თავისი ეს ენერგია, რაც მოდის უკვე ბენეფიციარამდე, ანუ ადამიანები, ვინც მასში მონაწილეობს და ჩვენ არ გვინდა რომ ეს იყოს ერთჯერადი. სხვა გეგმებიც გვაქვს ცხადია, მაგალითად თებერვლის თვეში ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები გვაქვს ამ კუთხით დაგეგმილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ კონკურსის გამარჯვებულები მერე თავადაც გახდებიან ამ პროცესის მონაწილეები, ხო? ანუ ჩვენ ძალიან გვინდა რომ მათგანაც მივიღოთ რეკომენდაციები და საერთოდ გვაქვს სურვილი რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავაკავშიროთ ერთმანეთს, რომლებსაც შეუძლიათ ცოდნის და მიღებული გამოცდილების გაზიარება. ეს არის მთავარი სიმდიდრე ჩვენი. კი ბატონო, არა ის რომ მხოლოდ ვისწავლოთ, არამედ როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში და თქვენ ეს აღნიშნეთ, რომ ესეთი უნიკალური პედაგოგები გვყავსო და აი ამ გამოცდილებას უზიარებინ, ალბათ მე როგორც ცოდნა სიმდიდრეა, ილიას ნაწარმოებიდან ავიღეთ ფრაზა, ცოდნა სიმდიდრეა. ილია ერთ წერილში წერს, რომ თანამედროვე ახალ პუბლიცისტურ წერილში და სხვა ნაწარმოებებშიც არის ილიასთან საუბარი იმაზე, რომ ქართველი კაცი მაშინ გასწორდება წელში და მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც თანამედროვე მსოფლიოს მაჯისცემას აუწყობს ფეხს. და დღემდე აქტუალურია დიახ, სხვა უამრავ ორი აქვს, პირველი ორი და მესამე ეს. და აი ჩვენ გვინდა რომ ესეთი ახალგაზრდები მოდიან, უნიკალურები არიან. სწორად ესმით თავისუფლება, სწორად ესმით დამოუკიდებლობა, ერთობა, მათგან შეიძლება ეს ყველაფერი ისწავლო. აი, ცოტა კალაპოტი უნდა მისცე, რომ ფეხი აუწყო. ცოტა ფორმალური განათლება პირიქით დიდებისთვის უნდა გავაკეთოთ, სადაც ეგენი გვასწავლიან ამ ყველაფერს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. და რაც არ არის ცუდი იდეა. ხო, არა, მართლა თქვენ ისე აღნიშნეთ, და მე ვფიქრობ, ასე უნდა გაკეთოთ. მათ აქვთ ის თავისუფლება, რაც ჩვენ არ გქონდა, თუმცა ჩვენ ვიბრძოდით ამ თავისუფლებისთვის. შინაგანია თქვენ რაც აღნიშნეთ, ხომ? ანუ ადამიან მათ არ უნდა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ არ ქონდეთ განცდა, რომ ეს არის რაღაცა სკოლის გაგრძელება, არა, პირიქით ეს არის მათთვის სივრცე, სადაც ავლენენ თავიანთ უნარებს, ავითარებენ მას და გარკვეული, რა თქმა უნდა, გარკვეულ კომპეტენციებს ეუფლებიან. როდესაც ამ ყველაფერში შემოდის ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც დღევანდელ სამყაროში ასეთი მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ეს არის მათთვის დამატებითი мотиваცია და რა თქმა უნდა, ამ მექანიზმების გამოყენებით ადამიანები ძალიან პატარა ასაკშივე უკვე ახერხებენ, რომ გაყიდონ საკუთარი თავი, უნარები და გამოიმუშაონ თანხები, ხომ? ცხადია, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც პატარა ასაკში შენ გიწევს საკუთარი ცოდნის და უნარების გაყიდვა იმგვარად და მიწოდება სხვებისთვის, რომ ამაში უკვე ანუ სწორად ახდენენ რეალიზებას საკუთარი თავის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი, რომელმაც სამწუხაროდ, იმიტომ რომ თავმდაბალია, იმიტომ რომ კეთილია, იმიტომ რომ არ შეუძლია ესე კბილით გაიტანოს ყველაფერი, რეალიზება ვერ მოახდინა. გამოყენება ვერ ისწავლა. კი ბატონო, და მე ძალიან გული წდება ხოლმე, რომ ესე იჩაგრებიან კარგი ადამიანები და აი ეს თვისება არის უმნიშვნელოვანესი, რითაც ეს თაობა მოდის, გენეტიკურად მოაქვს.
გვაქვთ ეს თავისუფლება, რაც ჩვენ არ ვქონდა, იმიტომ რომ ზღუდავდნენ და ჩარჩოებში ვიყავით, მაგრამ მაინც ადამიანი რა ადამიანია, თუ არ იბრძოლებს ამ ყველაფრისთვის და ჩვენ ვიბრძოლებთ და მაინც მოვიპოვეთ ის თავისუფალი სიტყვა და ამ თაობას ეს აქვს. ბრძოლა არ ჭირდება, დიდი ასპარეზი აქვს. სხვა სიმაღლეზე აიყვანენ. კი ბატონო. აიტანენ ამ თავისუფლებას. თავარია ერთმანეთს მუდმივად გავუზიაროთ ეს არ მოვაქციოთ ეს რაღაც ჩარჩოებში არ შევინახოთ, იმიტომ რომ თუ დაფიქრდებით, ხომ, მართლა ასია, ერთადერთი რამ, რასაც გაზიარებით არაფერი აკლდება, ეს არის ცოდნა. რამდენსაც ჩამოტეხავ ბრჭყალებში, ანუ სხვას გაუნაწილებ, ორ იმდენს მოიმატებს და გაიზრდება, იმიტომ რომ შენ მისგანაც იღებ, ვისაც გაუზიარე და მე ეს ისეთ მასშტაბებს იძენს შეუძლებელია ერთ პატარა ოთახში ან პატარა ქალაქში. კი ბატონო, წარმოვიდგენია როგორ გამრავლდებით. ხო, და როდესაც ეს ასე იზრდება და ასეთ მასშტაბებს იძენს, მე არ მგონია რომ რამე იყოს შეუძლებელი და ჩვენ ზუსტად ამ თვითრწმენის განმტკიცებაში უნდა დავეხმაროთ ირგვლივ მყოფებს. მე მგონია ეს კიდევ ერთხელ რომ დავაანონსოთ კონკურსი რომელიც ხამდეა. პრიზი ახსენა თენგომ საუბრის დასაწყისში, რომელსაც მოგვიანებით ვიტყვიო მეტი მოტივაციისთვის, თუ სწორად ახსოვს. დიდი მადლობა. კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 28 თებერვალს, 24 თებერვალამდე მიიღება ესეები, რომლებსაც რა თქმა უნდა სპეციალურად შექმნილი კომისია შეაფასებს. ეს იქნებიან ადამიანები და ერთ-ერთ კომპონენტად იქნება ხელოვნური ინტელექტიც. რატომ ემატება ეს? ამას უკვე კონკურსში მონაწილეები გაიგებენ, რა თქმა უნდა, და მთავარი პრიზები ბუნებრივია აუცილებლად იქნება წიგნები, ერთ-ერთი მიმართულება, ოღონდ არასტანდარტული გაგებით და როგორი სამგანზომილებიანი შეიძლება რომ იყოს ეს პრიზები, იმედი მაქვს ისევე სწრაფად აიტაცებთ მას, როგორც ჩვენი ეს კონკურსი და დაგვეხმარეთ ამის გაშუქებაში, ხომ? და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ადამიანებს მივცემთ იმ თემატიკის მიხედვით გარემოში და მიმართულებით ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობას რა თემებსაც შეეხებიან. რომელსაც თავად შექმნიან. შესანიშნავი. არაჩვეულებრივი არის. მადლობა სტუმრობისთვის, ხო, ჩვენ გადაცემაც დასასრულისკენ მიდის, დარჩით ჩვენთან ერთად დავიმშვიდობოთ მაყურებელს, ხო? ძალიან დიდი მადლობა. დარჩით ჩვენთან ერთად, კიდევ შაბათამდე 2 დღე გვაქვს და შესაბამისად პირველ საათზე დაკვდებით აქ უცვლელად სხვადასხვა საინტერესო სტუმრებთან. მადლობა ერთგულებისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად საათნახევრის განმავლობაში, ჩვენ ისევ ხვალ ჩვეულ დროს პირველ საათზე იგივე შემადგენლობით დაგიბრუნდებით. გემშვიდობებით.